საბოლოო თავშეყრის ადგილი ჯარებისთვის მან დათქვა ქალაქი ოპისის ველი. მე ყველა ალექსანდრე გახდა. როცა ცოცხალია მარტოა. აზრი ერთი კაცის გონებაში იბადა. ვეტერანი დახუნძლულია ჭრილობებით, სიმდიდრით და ცოლშვილით. გამოდით და მაჩვენეთ ჩემზე მეტი ჭრილობა რომელსაც აქვს. რომელი ხარ ჩემზე მაგარი ნაომარიობით ხარ? დამემორჩილეთ უპირობოდ. შეასრულეთ ყველა ჩემი ბრძანება, ამას თუ არ იზამთ, წაეთრიეთ. 900 კაცი ზის, აზიელებიც და ევროპელები და შუაში დადგეს რაღაცა უზარმაზარი, რამოდენიმე 10 ტონიანი დიდი კრატერი. ჯასხის გავსეზღვინეთ და ყველა მიდის და იქიდან იღებს ერთად. მაკედონელიც და სპარსელიც უკვე გვერდი გვერცხედან და ერთი კრატერიდან სვამენ. გადაცემის პარტნიორია კოკა-კოლა. ბატონებო და ქალბატონებო, დროების YouTube არხის ერთგულო მაყურებლებო, მსმენელებო, ვიცი რომ ბევრი ამ გადაცემათა ციკლის სპეციფიკის გამო სმენითაც უფრო ხშირად გვისმენს. ყველას მოგესალმებით და დღევანდელი ლექცია გარკვეული გაგებით არის საიუბილეო, ამიტომ დასაწყისშივე აღვნიშნოთ გადაცემათა ციკლი მოგზაურობა წარსულში, რომელსაც უძღვება ისტორიკოსი გუბაზ სანიკიძე და ასე ფეხდაფეხ დაგვატარებს აი ამ უაღრესად მნიშვნელოვან დრამატიზმით სავსე ისტორიულ ლაბირინთში, ახლა ჩვენ ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობის, ასე ვთქვათ, დასასრულ ეტაპზე ვართ, არა უბრალოდ ლაშქრობის, არამედ ასე ვთქვათ, მისი ზეობის ხანის დასასრულს უახლოვდებით. ამ მხრივ ყოველი ახალი ლექცია სულ უფრო მეტად იტვირთება დრამატული ელემენტებით, ასე ვთქვათ, და დღევანდელიც ამ თვალსაზრისით იქნება საინტერესო და გამორჩეული, თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ ლექციის ჩაწერის დროს, ანუ 13 მაისს ჩვენ გვისრულდება ერთი წელი, რაც პირველი გადაცემა მოგზაურობა წარსულში ციკლიდან დაიდო დროების YouTube არხზე. მე ჩემს თავსაც ულოცავ, გუბასაც ულოცავ და ჩვენს მაყურებელს და მსმენელს რამდენადაც არსებული ობიექტური გარემოებების გამო, რომელიც ჩვენ ქვეყანაში გვაქვს, ბევრი სირთულე არის და შეიძლება რთულად პროგნოზირებადი იყო, რომ აგერ უკვე 47-ე ლექცია გამოგვდის, 47 სრულფასოვანი, სრულყოფილი ლექცია. ეს სალექციო კურსი გაგრძელდება ჩვენ სავსევართ ენთუზიაზმით, სავსევართ იმედებით, რომ კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა გაგვიჩნდება ჩვენს ენთუზიაზმთან ერთად, რომ ტექნიკურადაც კიდევ უფრო მეტად სრულყოფის და ამ საქმეში თქვენი მხარდაჭერის იმედიც გვაქვს. ამისთვის, რა თქმა უნდა, რა არის საჭირო? პირველ რიგში ჩვენი არხის გამოწერა და ასევე აქტიური გამოხმაურებები, რაც შეიძლება გამოიხატებოდეს კონკრეტული გადაცემების მოწონებაში, დალაიქებას რო ვეძახით, გაზიარებაში და ზოგადად აი ამ თემის, ამ შინაარსის და ამ ციკლის კარგი გაგებით პროპაგანდირებაში, იმისთვის რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა უბრალოდ გაიგოს მისი არსებობის შესახებ და რო გაიგებს, მერე დარწმუნებული ვარ ისევე ინტერესი და ერთგულად გამოყვება მოგზაურობა წარსულში, როგორც თქვენ მოყვებით ამ გადაცემათა ციკლს. გუბას შენც მოგცემ შესაძლებლობას ამ კარგი გაგებით ერთი წლის თავს გამოეხმაურო და მე უკვე შევუდგეთ კონკრეტული ლექციის შინაარსის გაცნობას. დიდი მადლობა, ბატონ გიორგი, ძვირფას მეგობრებო, მოგესალმებით. მართლაც რომ ჩემთვისაც და გიორგისთვისაც და ჩვენი ტექნიკური უზრუნველყოფის პროფესიონალები, რომლებიც ემსახურებიან ამ გადაცემას, ბიჭებს მინდა მიულოცო, საკუთარ თავსაც მინდა მოგილოცოთ ყველას, რომ ერთი წელი უკვე იუბილეა. ასტრონომიული ერთი წელი. რაღაცა მცირედი მიღწევა არის და თვითკმაყოფილებას, რა თქმა უნდა, ჩვენ არ მივეცემით, იმიტომ რომ
მიგვაჩნია რომ ძალიან სერიოზული საქმე გველოდება კიდე წინ და ჩვენი თავი დავივალდებულეთ რომ სხვა ხალხების ევროპის საფუძვლების ცივილიზაციური საწყისის შესახებ დაგვეწყოს ლექციები ინიციატორი რა თქმა უნდა არის ბატონი გიორგი თარგამაძე რომელიც არ დავმალავდა უკვე წლებია მეუნება რომ იქნებ გავაკეთოთ ეს ამბავი და ახლა გურული ყოველთვის ინიციატორია და რაჯველი ყოველთვის ეთანხმება გურულს და საბოლოო ჯამში მაინც დავეთანხმე მეც და ფიქრობ რომ ცუდი არ უნდა იყოს ეს რა ინტერესი არის უკვე მუდმივი მაყურებელი ყავს ეს პატივია ჩვენთვის რომ უკვე ერთად მოგზაურობთ ერთი გუნდი ვართ აგივე ხუმრე კიდევაც რომ ერთი ჰეტერია ვართ უკვე ერთი სამხანაგობა ვართ და ასე რომ რა ვიცი ხა მოლოცვა გულისხმობს ვალდებულების გაზრდასაც რა ხან ერთი წელი გავიარეთ კიდევ აპირებთ ისევ ვიმეორებ და გიორგიც დავეთანხმება თუ რაიმე გადაუწყვეტელი რაღაცა ისეთი არ იქნა რომელიც საბოლოო ჯამში მაინც ჯანმრთელობას უკავშირდება ჩვენ ამის შეწყვეტას არ ვაპირებთ ეს უნდა გაგრძელდეს წლები და სხვა მასალა არის ძალიან ბევრი საინტერესო დრამატული ისტორიები გველოდება მათ შორის გუბას რო დავაზუსტოთ ჩვენ გვისაუბრია ამის თავაზე მაგრამ შეიძლება ახალ შემოერთებული ნეოფიტებიც ყავს რომ იცოდეთ რომ ჩვენ არა მარტო ისტორიულ ქრონოლოგიას მივყვებით ასე ცივილიზაციების კულტურების სახელმწიფოების განვითარება იმპერიების ფორმირება განვითარებასთან დაკავშირებით არამედ ასევე ცალკე ვფიქრობთ გადაცემათა ციკლის კლასტერულ ნაწილებზე სადაც მაგალითად ყველაზე დიდი ფიგურების შესახებ ცალკე იქნება გადაცემათა ციკლები გამორჩეულ ქალ ფიგურებზე ცალკე იქნება და ასე შემდეგ ბევრი რაღაცები გვაქვს იდეაში უბრალოდ ახლა მას ტექნიკური უზრუნველყოფაც უნდა და ადამიანური საშუალებაც უნდა ფინანსური საშუალებაც უნდა ახლა ჩვენ სამდე ახალი წელი დადგეოდა მანამდე პირობა დავდევით რომ კვირაში იქნებ ორჯერ გავაკეთოთ ახლა არსებობს ვირფასო მეგობრებო სუბიექტური და ობიექტური მიზეზები რომ ჯერჯერობით ვერ ვახერხებ როდის იქნება არ ვიცი არ გამომივიდეს წინასწარ რაღაცის დაანონსება მაგრამ ნუ ვცდილობთ რომ ეს გამოვიყვანოთ და თუ მეორეს დავამატებთ იმის ფორმატი და ფორმაცია სხვა უნდა იყოს ასეთი აღარ უნდა იყოს იდეა გვაქვს რომ რაღაცა სხვანაირი ფორმატი ქონდეს რა თქმა უნდა კლასტერულადაც გვექნება ჯერჯერობით მივყვებით ალექსანდრეს ლაშქრობებს შემდეგი ლექცია ალბათ დასრულდება მისი საქმიანობა მერე იქნება ელინისტური სამყარო და ეგრეთ წოდებული ალექსანდრეს მემკვიდრეების ანუ დიადოხოსების ეპოქა რომელიც საინტერესო არის თავისი აქტიურობით, თავისი მოვლენების სიმრავლით, დრამატიზმით, წარმოუდგენელი სისასტიკეებით, წარმოუდგენელი სიკეთეებით, სხვათა შორის. სამეფო კარის თამაშების სცენარი მონაგონია იმასთან შედარებით. ხალხო, აი, არ ვიცი ახლა. ახლა არის ცნობილი რომ ბევრი რაღაცები ახლა მარტინია ხო ეს ავტორი თორსა ჯორჯ მარტინი გონიასია მას ბევრი რაღაცები აღებული აქვს აქედან ალექსანდრეს ეპოქიდან გადაღებული აქვს ბევრი ბრიტანეთის ისტორიიდან აქვს მაგრამ ამაზე უკეთესი ამაზე უფრო საინტერესო რა ჩვენ გველოდება არ ვიცი ხო როცა ალექსანდრეს სამეფო დაიშლება და მერე ერთმანეთს დაერევიან ეს დიადოხოსები და იქ არის სასიყვარულო ინტრიგები ღალატები ომები, ბრძოლები, მშენებლობები მარტო ალექსანდრე კი არა აშენებდა თავის ალექსანდრეებს, მისი მემკვიდრეები ძალიან ბევრ ქალაქს ააშენებენ. კი, ასეა. ჯორჯ მარტინის წიგნების სერიაზე არის დაფუძნებული. წიგნების სერიაზე, თუმცა ეს არის ეს ნამდვილად მოხდა და გამოგონილზე უფრო დრამატული ყოველთვის მომხდარია. მერე გადავალთ რომზე, რომელიც ძალიან ხანგრძლივი იქნება და ძალიან ფუნდამენტალური, იმიტომ რომ
ჩვენ მიგვაჩნია რომ ეს უნდა დარჩეს ეს მოგზაურობათა კურსი უნდა დარჩეს რომ მე ვისაც დაინტერესებს ძველი ისტორია ანტიკური ისტორია ვისაც დაინტერესებს ანუ წიგნის საშუალება არ აქვს ანუ პირდაპირ თქვათ ადამიანური სისუსტე რაღაცა ზეზარება წაკითხო მოსმენა შეუძლია ხო რომ დარჩეს ეს და იყოს რა ამიტომ ძალიან პრეტენზიულია ჩვენი განაზრახი მაგრამ ვფიქრობ რომ უნდა იყოს კიდევაც ასე დიდი მადლობა და გილოცავთ ყველას და ულოცავთ ჩვენ თავსაც ჩვენ ამაში დიდ ძალისხმევას ვდებთ მაგრამ მიზანი ნამდვილად ამართლებს ამ ძალისხმევას და ის რომ სწორგზით მივდივართ ამაზე მეტყველებს ერთის მხრივ უბრალოდ გამოხმაურებები ჩვენი მსმენელების მაყურებლების და ამასთან პოპულარობა თავად ამ ციკლის რაც აისახება მისი ნახვების რაოდენობაზეც ამ მხრივ შეგვიძლია ვთქვათ რომ ქართულ ენოვან YouTube-ში გადაცემათა ეს ციკლი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მეტად პოპულარულია. თან საინტერესო ის არის რა ძველ მოგზაურობებსაც ემატება ყველას ემატება. ანუ არ უწყვეტდება ეს. უწყვეტად იზრდება. ძალიან კარგი არის ესა და დიდი მადლობა თქვენი ინტერესისთვის, თანადგომისთვის, თანაბრძოლობისთვის და რა ვიცი დაუბრუნდეთ ახლა ჩვენს დაუბრუნდეთ ალექსანდრე მაკედონელის ბოლო ფაზას მისი ფაქტიურად ბოლო აკორდი არის ამის შემდეგ იქნება უკვე მისი სიკვდილი ჩვენ ამ მოგზაურობის შემდეგ და დავასრულებთ მის წინა ლექციიდან აი აქა ვართ ალბათ ყველაზე შთამბეჭდავი მონაკვეთი მე მგონი არა მარტო ამ კონკრეტული ფაზის არამედ მთელი ეპოპეის ხო აი დღესაც კი გაკვირვებას იწვევს ახლა ეს მალებთან ომი ახლა მე უპირატესობა მქონდა იმიტომ მამა ისტორიკოსია ბავშვობიდან ვიცოდი აი დღესაც წარმოუდგენელი რა მქნა იქა რა ну ადამიანის ღირსებებს თუ ღირსობებს თუ ჭკუას თუ ჭკუობას საზღვარი არ აქვს საერთოდ გამოცანა მალების ომის შემდეგ კიდე ყველაზე უფრო ისეთი ეფექტური და იყო 10,000 მაკედონელ ბერძენი მამაკაცისა და 10,000 ეს მარტო სიძე პატარძალი და ახლა სტუმრები ნათესავები და მთელი ჯარი იყო ქორწილში. ჩვენმა შემოქმედებითმა ჯგუფმა ანონსისთვის კი ცადა რომ ეს ვიზუალურად წარმოეჩინა რაღაც მაგრამ ჩვენი და ხელოვნური ინტელექტის ფანტაზიაც კი ვერ გაწუდება მასშტაბს წარმოვიდგინოთ 10,000 წყვილი და ქორწილი თან როგორი წყვილები აზიელი ლამაზი ქალები და ბრძოლებში დაჩეხილი და ავიცი ნავარჯიშები და მაკედონელები ბერძნები და მაკედონელები და თრაკიელები და ასე ევროპელები და აზიელები ასეთ პროექტი ვერავინ არ განახორციელა ვერავინ ეს აი იძულებით აი ქეჩოში მოკიდა კაცობრიობას ხელი და ათრია წინ ალექსანდრე შეიძლება ამას უწოდოთ გლობალიზმის ფიზიკური განზომილების ერთ-ერთი ყველაზე პირდაპირ გამოხატულება ასე თქვა სტელოს ორი იარაღი ქონდა მას ორი იარაღი მახვილი და სამართალი ის იყო მრისხანე მეფე მაგრამ სამართლიანი და ეს დასტურდება რომ აზიელებმა ძალიან მალე შეიყვარეს ალექსანდრე და აი დღემდე მოყვება აზიას ახსოვს ალექსანდრე სახელი ისკანდერი გაგვიგია ხო ჩვენ ხო ისკანდერ დიდი ისკანდერი ეს ჯერ სპარსელებმა დაარქვეს მე არაბებმა გადაიღეს მე თურქებმა ისლამშიც კი მე თქვი კიდევაც რომ არის ასეთი პერსონაჟი ზულკარნაინი ანუ ორქოსანი რომელსაც ისლამში აღიარებენ რომ არის ერთ-ერთი მოციქული. საერთოდ ისლამი ამბობს რომ ალლაჰმა ანუ უფალმა 124,000 მოციქული გამოაგზავნა. მთელი ამ ხნის განმავლობაში რაც კაცობრიობა მაგრამ მათ შორის გამორჩეულები არიან ხო მაგრამ აი ერთ-ერთი ასეთ ზულკარნაინია ხარ ისკანდერი იქ არ წერია მაგრამ მისი დახასიათებების თუ გავიგებთ როგორ ჩანს ალექსანდრიათან ხო რქოსა დიდორქოსანო ასე მიმართავდნენ პირდაპირ ხო როცა ეგვიპტეში ამონის ძედ გამოცხადა და ამონის ტოტემი იყო ვერძი
მუზარაძეც ჰქონდა მას გამოსახული ეს რქები და მის მონეტაზეც. ამიტომ აი ქეჩოში მოკიდა კაცობრიობას ხელი და ეს უკვე ვიცი გაჩერებული და დამყაყებული ცივილიზაცია ძალით წაათრია წინ წაათრია მას აქვს ნიშნა მას იბნელეში კი არ გადააკვდა უკან კი არ გადაისროლა არამედ წინ წაწია ასიზამ ხო ვიღაცას მოწონს ეს ვიღაცას არ მოწონს ადამიანის ბუნება ასეთი ადამიანი საბოლოო ჯამში არის მტაცებელი ურჩა დაგათავდა და დიდი არაფერი არ შეცვლილა რაც ჩვენი სახეობა არსებობს ხო ამიტომ ახლა ვართ მდინარე ტიგროსის პირას არის ძველი ქალაქი ოპისი დიდებული ქალაქი ოპისი ბაბილონის გადაღმა და ჩვენ როცა გავიარეთ წინა ლექციაში როცა ის დაბრუნდა ინდოეთიდან რო წამოვიდა დრამატიზმით ახსავსე გზა გამოიარა ხო გედროსის უდაბნოები და მერე პერსეპოლისი მანამდე კარმანია პერსეპოლისი პასარგადი სუზაში ქორწილი გადაიხადა რო არ გადაუხდი არავის იმხელა ხო და საბოლოოდ თავშეყრის ადგილი ჯარებისთვის მან დათქვა ქალაქი ოპისის ველი ახლა ეს ოპისი რითი იყო ცნობილი და ეს ვერ გაშლილი ველი იყო ძვირფასო მეგობრებო და ეს ძველი ლოკაცია ძველი ადგილი იყო ჯერ კიდე აქემენიდების დროიდან როცა არმია იკრიბებოდა ან დათვალიერებისთვის ან ლაშქრობისთვის თავმოყრის ადგილი ან სივრცე და ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურა საუკუნეების განმავლობაში შენდებოდა იხოცებოდა და არის სპეციალური ადგილი ხო ამიტომ ეს არმიის თავშეყრის ადგილია და მას აქვს გეგმა რომ აქ გადაწყვეტილება უნდა აუწყოს თავის ჯარს სადაც იკრიბება ორი ჯარი ძველი ევროპულ მაკედონურ ბერძნულ თრაკიულ ილირიული რაც გინდათ ის დაარქვით და გარდა ამისა აქ ის თავს უყრის თავის აზიურ ნაწილებს და კერძოდ იმას რომ მანამდე მას ბრძანება ჰქონდა გაცემული რომ აზიური არისტოკრატიის შვილები მოეკრიბათ გაეწვრთნათ მაკედონელ ოფიცრებს და ბერძნული ენის მასწავლებლები უნდა ყოლოდათ და მოსავალი უნდა ნახოს როგორი. მას აქვს ჩვენ ჰიფასისის თემაზე ვილაპარაკეთ, მე ჩემი ვარაუდი მაქვს, რომელშიდაც ბოლომდე არა ვარ დარწმუნებული, ამიტომ ვეძახი ჰიპოთეზას, რომ მას დაბრუნება უნდოდა. განაგანგის ინდოეთის დამორჩილება მას არ შეეძლო, ალბათ შეეძლო სამხედრო დაპირისპირებაში, მაინც ალბათ ალექსანდრე გაიმარჯვებდა, ვიდრე ნამდების უკიდეგანო სამხედრო ძალა, მაგრამ მერე შენარჩუნება თითქმის გამორიცხული. ნამდების ინდოეთის, ამიტომ როცა ის ჰიფასისთან ჯარის წინააღმდეგობას წააწყდა, მან როგორც ჩანს შინაგან ბევრი რაღაცეები ახლა მის გონებაში ბევრი რამე ტრიალებდა იქ დანარჩენ სამეფოში უკვე ცუდი ამბები მოდის ეს სატრაპები თლათ გაიჭგუაზე არ არიან თავისას უბერავენ ამიტომ ის იძულებული გახდა უკან წავიდეს მას ახალი გეგმებისთვის ჭირდება ახალი ჯარი და საერთოდ ნებისმიერ ქმედებასაც ძვირფასო მეგობრებო თაობის ცვლა ჭირდება რაღაცას ერთი თაობა რო გააკეთებს, მიიყვანს ბოლომდე, ან ვერ მიიყვანს ბოლომდე, მერე აუცილებლობა ჩნდება, რომ რაღაც ახალი თაობა არის საჭირო და იმან ან უნდა გააგრძელოს, ან უნდა გამოცვალოს, ან უნდა დაამატოს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ენთუზიაზმს განახლება ჭირდება. რა თქმა უნდა. და ძველები ამხელა ლაშქრობების შემდეგ, გარდა იმისა, რომ ფიზიკურად, ფსიქოემოციურად გადაიღალნენ, შეიძლება ასე ითქვას, დაკმაყოფილდნენ კიდეც, იმიტომ რომ პირველი ნაკადი, რომელიც ამოვიდა მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე მდიდარი ნაწილის დასაპყრობად, მან ნაყოფი მიიღო უკვე რა და მისი ენთუზიაზმი კი არ განელდა, უბრალოდ სხვა მოთხოვნილებებში გადაიზარდა, მათ უნდათ ეს ყველაფერი შეირგონ და ახალ ჯარს, ახალი დაპყრობებისთვის პირიქით ჭირდება ეს ძალისხმევა და ენთუზიაზმი. ახალი სისხლი უნდა ყველაფერს, ხო, აბსოლუტურად გეთანხმები გიორგი, იმიტომ რომ ახლა ჩვენ გავდივართ თითოეულ ჩვენთაგან ჩვენ ცხოვრებისეულ ციკლებს გავდივართ, სადაც ახალგაზრდობაში რაღაცები გვინდოდა ახლა იმაზე საერთოდ აღარ ვფიქრობთ, ასაკი გვემატება, შვილები გვყავს, ზოგი შვილი ყავს.
აგერ ბატონ გიორგი ბაბუა არის და მე გაგისარება გამოში ამას გურულებ ყველაფერში გვისწრებთ ხო ბებია რაჭველი მყავდა რო იცოდი ფანტასტიკური შვილი ფოფხაძის ქალი ხო და ჩვენ ხო ვიცვლებით ძვირფას მეგობრებო ხო ვინც გვისმენთ ხო ვინც ახლა ასაკში შევდივართ რაღაცები გვეცვლება პრიორიტეტები მოსაზრებები ორგანიზმიც, ფსიქიკაც და რა ვიცი, ყველაფერი რაღაცა ცვლილებებს ითხოვს, რაც ადრე შეგვეძლო, ის აღარ შეგვიძლია და მით უმეტეს აბსოლუტურად სწორად შეაფასე შენ, რომ мотивация აღარ არის ახლა. სად ჰელესპონზე რო გადმოვიდნენ და სად ინდოეთიდან რომ მობრუნდა ხო, ახლა გონებაც დააგროვეს. აქვე გუბას მაბატი რომ გეჯრებით, მაგრამ ეს თემა მართლა ძალიან მნიშვნელოვანი არის. ბევრი პარალელის გავლება შეიძლება. საინტერესოა იმ მხრივ, რომ პირველი პირების ენთუზიაზმს გაცილებით უფრო დიდი ხანგრძლივობის რესურსი აქვს, ვიდრე მისი მიმღოვრებს, ხო? რომ მას განსხვავებული მისიის შეგრძნება აქვს. პოზიცია, ხო. ამიტომ ისა ავტორი. ხო, რა, მის ამოცანას წარმოეხა, მისი მისია დგას მსოფლიოს მყრობელობაზე, კაცობრიობის დინებისთვის, კალაპოტისთვის მიმართულების შეცვლაზე და ეხა ის ხალხი, რომელიც მან გამოიყოლა, ამით კი აანთო, მაგრამ მათი ენთუზიაზმი მაინც უფრო პრაქტიკულ მოლოდინებს უკავშირდება. ამიტომ სულად ბუნებრივია ეს წინააღმდეგობრივი ხასიათი. ერთ-ერთი წინა ლექცია რაც ყველა საინტერესო იყო ეს ინდოეთში, ხო? ჯართან მისიას დაპირისპირება შეიძლება თქოს წინააღმდეგობა, იქ კი გამოიხატა ეს, მაგრამ ამას როგორც ჩანს მაინც მომწიფებული არ აქვს რა, ხა მეგობრები არიან, ზოგი ბრმათ მიყვება, მაგრამ აი თანამოაზრე რო, აი ახერ ამ ხელა საქმეს აკეთებს. ჯერჯერობით არ აჩანს, თუმცა მის სიკვდილის მერე ყველა თანამოაზრე კი არა, ყველა პატარა ალექსანდრე გადაიქცა. და ზუსტად იმას ცდილობენ და აკეთებენ, რაც ერთ ადამიანის სიკვდილის მერე რაღაცები გადაფასება ხდება ხოლმე, მისი ფასიც იმატებს. ყველა ვარიანტი სიბოროტეშიც იმატებს ფასი და სიგეთეშიც, ხო? მერე ყველა ალექსანდრე გახდება. მაგრამ როცა ცოცხალია მარტოა. აქ ჩვენ ხედავთ ისტორიის სოლისტის მდგომარეობას, რომ მარტო ყველა დიდი სოლისტი და ყველა დიდი მოღვაწე ისტორიაში თვითონ მეგობრებო აზრი ერთი კაცის გონებაში იბადა. ერთის და მერე იმის ლოჯისტიკური უზრუნველყოფა, გუნდის შეკრება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ხო ახლა ყოველთვის ასე არის. მისი გეგმები მარტო ღმერთებმაც კი არ იციან მისი გეგმების შესახებ, ამიტომ ჯარი გამოსაცვლელი. ძველია უკვე ჯარი, დაიღალე. ცოლები ყავთ, ბავშვები ყავთ, უკვე ადრე რო ბანაკში ქალის გაჩენა არ შეიძლებოდა და ფილიპეს რკინის დისე არ არის ასე ამის ჯარს მოძრავი ჯერ დედაქალაქი იყო მის ბანაკი მე სახელმწიფოთი დააყვებოდა უკვე ბავშვები ყავთ, აზიელი ცოლები ყავთ. ქორწინებამდე ბევრს ყავდა უკვე აზიელი ცოლები, ბუნებრივია ხო? სადაც ჯარი მიდის, იქ ბავშვები ჩდება. ამის საუკეთესო დაერები იქმნება. ამის საუკეთესო მაგალითი არის ძვირფასო მეგობრებო, რუმინელი ხალხი. რუმინელი ხალხი არიან დაკი ქალებისა და რომაელი ლეგიონერების შთამომავლები. და რუმინული ენა საერთოდ ცნობილი არის, ლათინურიდან გამოსული ენა არის. ეს არის რომაელი ლეგიონერების სლენგი. იქ ტრაიანე როცა დაიპყრობს, ამაზე გვექნება დიდებული იმპერატორი ტრაიანე. როცა დაიპყრობს, იქ ლეგიონერებს ჩაასახლებს და გაარომაელდნენ და რუმინეთი დაარქვეს საერთოდ. და დრაკებისა და ვინ იყვნენ? დრაკები იყვნენ ადგილობრივი. თრაკიული მოდგმის, თრაკიული მოდგმის. ზოგი ამბობს ფრიგიელებთან საცობა ქო. ნუ ინდოევროპელები იყვნენ, მეომარი ხალხი იყვნენ. უწყინვალესი მეფე ყავდათ დეცებალი. რომელმაც რამოდენიმეჯერ ტრაიანემდე, მანამდე რამოდენიმეჯერ რომაელები მოიგერია, მაგრამ საბოლოო ჯამში ახლა იმ ხელა სამხედრო მანქანას ვერ მოერიან, მე თვითონ იმპერატორი ტრაიანე ჩაუდგა სათავეში, დაიპყრო ეს დაკია და რომაელებმა ბერძნებისგან და ალექსანდრისგან გადმოიღეს, სადაც სახლდებოდნენ და იპყრობდნენ, იქ თავისი კანონები და თავისი ენა შექონდათ რა. იქ თვალწვდები 2 ლეგიონი ჩასახლდა.
საზღვარი იყო დუნაიზე და ამ ლეგიონერებმა ბუნებრივი ამბავი ახლა იქაური ქალები მოიყვანეს ცოლად და დაიბადა ერი. საინტერესო რამე. და მათი ენა არის გამარტივებული, რუმინული ენა არის გამარტივებული ლათინური და საბოლოო ჯამში ახლა ვის რატო უნდა ეწყინოს რუმინული ენა რომლის ლიტერატურულ ენად გადაქცევაში უდიდესი როლი ითამაშა ანთიმოს ივერიელმა ნამდვილად სალიტერატურო რუმინული ენის მამა არის ანთიმოს ივერიელი ქართველი წარმოშობით ხო და რუმინეთის ავტოკეფალური ეკლესიის წმინდანია და ანთიმოს ივერიელის ტაძარში რაც ის არის დაკრძალული იხარშება მირონი რუმინეთის ეკლესიისთვის. ესე ძალიან საინტერესო აღმოჩენა იყო. ჩემთვის როცა ვიმყოფებოდი. ქართველებიც ყავდა მასშტაბები ჩვენ წინაპრებს არაკლდათ. ხო? ასე შეიქმნა რუმინელი ხალხი. ეს ენა, რუმინული ენა არის სამხედრო დიალექტი. კილოკავი, გამარტივებული ლათინური. რომაელი ლეგიონერების, რუმინია, რომანია, ხო? რუმინეთს ვეძახთ რუსულ ვარიანტს, თორე ესე რომანეთი შეიძლება იყოს უბრალოდ. ასე რომ ხო, ამათ შვილები ყავთ უკვე, ცოლები ყავთ, ზოგს აზიელი ცოლიც აღავს და იქ მაკედონიაში კიდევ მაკედონელი ცოლიც ელოდება რა. დაიხუნძლა ეს ვეტერანი დახუნძლულია ჭრილობებით, სიმდიდრით და ცოლშვილით. და დასვენება უნდა რა. ვიღაცას უნდა მოუყვეს ეს რომ ეებიქნეს იქ. ამიტომ ალექსანდრეს აბსოლუტურად ბუნებრივად ჰიფასის ახლა საბოლოოდ და თავის თავში გადაწყვიტა ამ ჯარით ის ვეღარ იომებს და უნდა დაასვენოს რა. მით უმეტეს კენოსის, სხვათა შორის კენოსის ბედი არის ეს ინდოეთში, როცა უკან ბრუნდებოდნენ მასში გარდაიცვალა ხო. მე მოგვიანებით არის ცნობები რომ თითქოს ალექსანდრემ მოაკვლევია თუ მოაწამლია როგორ გაუგერა სისულელე ახლა ალექსანდრე პირში თქმისთვის ასე ადამიანებს არ ექცეოდა ახლა როგორ ჩანს ავტოფობით დაიღუპა კენოს იმიტომ ქორწილში აღარ მონაწილეობს სუზის ქორწილში ამიტომ აქ არის შეკრებილი ძველი ოპისის ძველი უნდა შეცვალოს ახლით მე როგორ არის ახლა გარდა ასაკისა და დამსახურებებისა ამ თავის ჯარში ვერ მოერია მაკედონურ ეგოიზმს და დავარქვათ ნაციონალიზმს. ჰელესპონტზე გადმოსულ მაკედონელ ჯარისკაცებს არ უნდათ ეს სპარსელები მოკალი რა, არ უნდათ. ამიტომ რახან ჰიფასის ჯარმა გატეხა ალექსანდრე ხო, ახლა ალექსანდრემ რაღაცა უნდა უყოს ამ ჯარს ახლა. ამოსავალი არის ერთი ან უსიტყვო მორჩილება ან არ დაწადით რა სახში გაგიშვებთ მე მაგას აჩუქრებთ და გაგიშვებთ გაშვება ნიშნავს მოშორებას ტვირთია ეს ვეტერანების ჯარი მისთვის მაკედონური ჯარის ახლა გაუშვა მე ახალი უნდა მიიღო იქიდან მაკედონელებმა წამოიყო ახალგაზრდობა ანუ მთლიანად აზიური შემადგენელი ჩანაცვლებას არ ფიქრობს. არა, მაკედონია. ყველა შემთხვევაში ფიქრობს, რომ ახალი ნაკადით შეავსოს და ახალი გაწევა და ახალი ჯარი უნდა ჩამოვიდეს, მაგრამ რომ ჩამოვიდეს ჯერ ესენი უნდა გაუშვა. ამასობაში უკვე გამზადებული ყავს ეს აზიური ნაწილები 30000 მაწვილი გახსოვთ რომ გაწვრთნა, ნაწილმა ინდოეთში აზიელმა იომეს. მაგალითად ჰიდასპეს ბრძოლაში ფანტასტიკურად იომეს კვითმა მხედრები. ფანტასტიკური ამ სპილოების და ამ ინდური შორიდან ესრო რახან ცხენი ახლოს ვერ ეკარებოდა შორიდან სროლაში სკვითები ფანტასტიკური მხედრები იყო ორი ჯარი ორი ბანაკია მაკედონელების ევროპელების და აზიელების გადაწყვეტილება არის მიღებული რომ უნდა გაუშვას ახლა ესე ახლა ეს მაკედონელები არიან დაბოყმილები მეფე ბარბაროსი არა ძალიან უყვარს ეს სპარსელები ეს ქალაჩუნა სპარსელები ამჯერ ფილიპეს ვეტერანებს როგორ არჩევს და რა არის ასეთი საუბრები უკმაყოფილება არის და კარგი კი ბატონო შეკრიბა 324 წლის ივლისი არის ოპისის ველი არის შეკრიბა მაკედონელების ჯარი და გამოვიდა მეფე ავიდა ტრიბუნაზე და გამოვიდა
ჩემო ჯარისკაცებო, ვიცი რომ ძალიანო დაიღალეთო რა. ვიცი რომ სახშიო გინდა. მე ახლა შინაარსყვებს ხოთაშორის ეს ორ ავტორს აქვს ეს დიალოგი ჯარს და ალექსანდრე არსებობს, აქვს არიანესაც და აქვს კურციულს. მცირე სხვაობები არის, მაგრამ აი სულისკვეთებას გადმოცემ ახლა პირდაპირ ზეპირათა, მაგრამ რაზე მიდის საუბარი, მიმართავს, ვიცი რომ დაიღალეთო და მე მინდა დაგასაჩუქროთო თქვენო და არ დაგასახლებთო აზიაში. ხო ასახლებდა გიშვებთო სახში, წადეთო. მე მინდა დაგასაჩუქროთო თქვენო. თქვენი ოჯახებიო, მე მინდა დიდრებიო ჩახვიდეთო მაკედონიაში. აი ხო დაფასებული იქნებითო, გადასახადებიდანო განთავისუფლებთო. ვიცი რომ გაქვთო თქვენი აზიელი ცოლშვილის პრობლემაო, ზოგსო გინდათო წაიყვანოთ, ზოგსო არ გინდათო რომ წაიყვანოთ, იქ ოჯახური სიმშვიდე არ დაგერღვათო, ამიტომ გააძლევთო პირობას რომ დამიტოვეთო თქვენი შვილებიო, ვისაც გინდათო აქო. მე გავზრდიო თქვენ შვილებსო. და დრო მოვაო მე როცა მაკედონიაშიო ჩამოვალო. მე თქვენ შვილებს ჩამოგიყვანთ, მამებს და გაჩვენებთო, გაზრდილებს. ცოლებს რას უზავ? აზიელ ცოლებს. ნუ ახლა ეს არ გვიან თვითონ. ნიშნულოვანი კითხვა და ის ჩამჭრელი. ასე ვიზამო და დაგასაჩუქრო და ელოდება ახლა რომ იქნება ზეიმი დროსტარება, შენ გენაცვალე მეფეო, დიდი მადლობა. ჯუპი კით რეაქცია მიცაჯა. ჯერ გაირინდნენ და ეს არ მოეწონა ამას რა. დაიწყო ყვირილი დაიწყო. რა არის ჩვენი მოშორება გინდაო შენო? გამოგვიყვენეო, ხო? გვაომეო, ამდენიო ჭრილობები გვაქვს შენი გულისთვის და ახლა ჩვენი მოშორებაო გინდაო და ქალაჩუნას პარსელებიო გირჩევნიაო ფილიპეს ვეტერანებსო, ხო? ჯარი, კაცი არის გაგიჟებული ალექსანდრე. ჩვენ რო გაგვიშვებო ვისთან ერთად იომეფო რა ეძახიან ეს ჯარისკაცები. ვისთან ერთად აპირებო, ვისთან ერთად აპირებო, არის ამას ღვირია, ანია ჯარია. ვიღაცამ დაიძახა, ეტყობა ამისთან ერთად, ამონთან ერთად აპირებს ლაშქრობებს. დასცინეს. ამონიშვილი ხო არის. ვიღაცამ დაუძახა იქ და ეტყობა მამამისთან ერთად, ამონთან ერთად აპირებს მაგი ლაშქრობას. ბიჭო გადაერი. ხა სიფიცხე ამას არ აკლდა და წობიდან გამოსვლაც იცოდა. გადმოხდა ამ იმიდან რა, ტრიბუნიდან. ესე შეგვიძლია ვიზუალურად წარმოვიდგინოთ ხო. შევარდა ამ ჯარისკაცების ბრბოში. ახლა მოიცნო ვინ ყვიროდა ყველაზე 13 არიანეს უწერია 13 კურციულს უწერია 30 13 კაცი გამოათრია თვითონ და დაცვას მიუგდო მცველებს არის ერთი ამბავი რა მე ისევე ავიდა იმას ტრიბუნაზე და უთხრა რომ მეო თქვენ არ გაჩერებთ მაგრამ ახლა კარგად მომისმინეთო სათქმელი უნდა გითხრათ თქვენო რა ამოვიდა ყელში ეს ჯარი რა ახლა მომისმინეთო რასაც გეტყვითო სადაც გინდათ იქ წაეთრიეთო მაგრამ მანამდე ორ რამეს გეტყვით რანი იყავით და რანი ხართ ახლა დავიწყოთ მამაჩემით ფილიპეთი დავიწყოთ მამაჩემიო ტახტზე რო ავიდაო თქვენ იყავით მათხოვრები და მაწანწალები თებშიო დაბორიალობდითო ტყეებშიო მახდალებიო სული მიგდიოდათო შიშისგან ილირიელებს თრაკიელებს და ტრიბალებს დაინახავდით გეცვათო აკოთებული ამყარალებული ტყავის ტყაპუჭებიო თითოეულად ხვარი და თხა ყავდათო სუმშივრები იყავითო და სუშეშინებულები იყავითო და ბუჩქებში იმალებოდითო სულ იმიტომ რომ გეშინოდათო იმათიო
იმიტომ რომ გატყვევებდნენო და მონობაში მიყავდეთ. თქვენ ხალხი არ იყავით. მერე მოვიდა მამაჩემი. გაგხადათ ეს ყრალი ტყაპუჭები, რწყილები დაგაყარებიათო სულ ყველას. და სამხედრო ქლამედი ჩაგაცვათ. თებიდან ბარში ჩამოგათრიათო, ქალაქებში დაგასახლათო. გზები გაგიყვანათო. წერა-კითხვა გასწავლათო. დაგიმორჩილათო ის ქვეყნები და ის ხალხები, ვისი მონებიც იყავით. თრაკია, ილირია. თესალიელებს რო დაინახავდითო, სად გაქცეულიყავით არ იცოდით. ოქრო განახათ პირველად. მტერნახერასო მტრისა და მოყრის გარჩევა გასავლათ. ძვირფასო ქართველებო, ძალიან აქტუალური თემაა დღევანდელ საქართველოში. მტრისა და მოყრის გარჩევა. სულ დახარკული იყავით ჩვენი მეზობლებისგან და ახლა ისინი გიხდიანო ხარკს. მერეო ფოკეა დასცავ ამ ფიქტიონების ომშიო და საბერძნეთი განახატო. რო ვერ მოესწრებოდით ვერასდროს. მერე შევიდაო საბერძნეთშიო. თებელები და ათენელები დაამარცხაო, პირუტყული შიში რო ქონდათო სულ თებელების და ათენელებისო და თქვენი მამა პაპა სულ ხარკს რო იხდიდაო მაცას, ისინი დაამარცხაო. ელადა გაჩვენათო, ათენი გაჩვენათო, პელოპონესში შევიდაო, ბერძნები დაგიმორჩილათო, მათი სარდალი გახთაო. და ევროპის ბატონ პატრონები გაგხადათო. იდეა უთხრა რომ არ გამომრჩეს. ახლაო რაც ახლა ესო მამაჩემია. ეს მამაჩემია რაც გაუკეთა, მაგის აგრძელება მე რა გაგიკეთეთ. არა, ფილიპეს თემაში ხორდავარ დამჩარა. საკმაოდ დიდია, სხვათა შორის თუ არ დაგეზარებათ აი კურციუსთან და არიანეს აქვს ფანტასტიურად ეს რეკონსტრუქცია მისი გამოსვლის ჩართთან, ხო? ახლა მე რაც შემეხება. მეო დახცე რა ვედიო. მამაჩემო ხაზინაშიო 60 ტალანტი დატოვაო. 500 ტალანტის ვალი ქონდაო, მე 800 ტალანტი დავამატე ვალიო. იმიტომ რომ სალაშქროთო, თქვენო იარაღიც ქონოდათო, ტანსაცმელიც ქონოდათო და საჭმელიც ქონოდათო. გამოგიყვანეთო იმ ქვეყნიდან, რომელიც ვერ გაძღობდათ თქვენო. დაქცეული მაკედონიიდან, ხო? პატარა, ერცახე მაკედონია. ამოგიყვანეთ ჰელესპონტზე, მაშინ გადაგიყვანეთ, როცა სპარსელები ბატონობდნენ ზღვაზე. გრანიკოსთან გაგამარჯვებიეთო. დაგიმორჩილეთო, იონია, ეოლია, მილეტი ავიღეთო. კარია, ორივე ფრიგია, თელით მცირე აზია. შეგიყვანეთო კილიკიაშიო. აგე რა მოდის, აგე თელჯერ იმას ყვება რა. შეგიყვანეთო კილიკიაშიო. ისოსთან მოგაგებიეთ ომიო. გრანიკოშიო სატრაპებიო დავამარცხეო დარიოსისო და ისოშიო უკვე დარიოსი დაგამარცხებიეთო. მერე ფინიკია, სირია, ფინიკია, ეგვიპტის სიმდიდრებს გაზიარეთო. წამოგიყვანეთ მერე და გავგამელა მოგაგებიეთო, ბაბილონი განახეთო. ბაბილონი ნახეთო თქვენო. მერე სუზაში, მერე პერსეპოლიში, ეკბატანაში, ბაქტრიაში, ინდოეთში, ყველა ამ ქვეყნის სიმდიდრეები თქვენ ხელში არის. თქვენია ყველაფერი. მონები ბატონებად გაქციეთო, მსოფლიოს ბატონება. ისე ტყუილზაზე უნება. ჯერჯერობით არაფერს. ხო, ეს საერთო სახალხო მადლიერება, საერთოდ ძალიან თითიდან გამოწვეული თემა არის, მე რომ გითხოთ რა, მადლიერი ხალხი, მადლიერი ერი, მადლიერება, მასობრივი მადლიერება, რა ვიცი ახლა, იშვიათად. ეს უფრო რელიგიურ მოღვაწეებს ახასიათებთ, თორემ საერო საქმეში ხალხი მანდავანს დიდ სიკეთებს ვერ ხედავს ხოლმე. ისე როგორც ხალხან სიბოროტებსაც ვერ ხედავს. ქონება, ქვეყნები, ქალაქები, ტომები
გაძარცვიეთო. ბევრი თქვენთაგანიო, ჩემზე მდიდარი ხართ. მე რა მოვაგროვეო, ახლა ეს მითხარით. მე ორადორი რამე ვიშოვე, ეს არის ჩემი მოსასხამი და ჩემი სამეფო დიადემა. მეტი სად არის ჩემის, გამოდით და მითხარით, სადა მაქვს გადამალული საჭურჭლეები, თუ მეტყვითო იმას გაჩუქებთ. მაჩვენეთ სად არისო ჩემი საჭურჭლეები. თქვენსავითო ვომობდიო, თქვენსავით გამხმარ პურს ჭამდიო. ნადიმიო, თუ ნადიმობდიო, არც თქვენ არ გაკლდათ ნადიმობაო. ახლა მითხარ, შეიძლება ვიღაცამ თქვასო, რომ მე ბრძანებებს გაძლევდით და თქვენი ბრძოდითო. პირველი შევდიოდი ბრძოლებში და ბოლო გამოვდიოდიო. გამოდით და მაჩვენეთ ჩემზე მეტი ჭრილობა რომელსა გაქვთ. სხეულზე მთელი ადგილი არ მაქვს დარჩენილი. ყველაფერი მომარტყეს, ყველაფერი თავად დაჭრილია, ხმლით, შუბით, ისარით, ქვით. რომელი ხარ ჩემზე მაგარი ნაომარია მითხარით. მთელი სამყარო გაგაბატონეთო მსოფლიოზე, ეს მონების შვილებია და თვითონ მონებია და მხდალები რო იყავით. მსოფლიოზე გაგაბატონეთო. მერეო საჩუქრებიო, რომელი იტყვით რომ ცოტა მოგეცით საჩუქარი და ხელი არ გაგიმართეთო. ვალები ხო გაგისტუმრეთ ყველას, ამ ხელა ჯამაგირის პირობებშიც კიო, ვალები ქონდათ დადებულიო. კითხეთ რომელიმეს ეს ვალი საიდან აიღეთო, ყველას ვალები გაგისტუმრეთო, ცოლები მოგაყვანიეთო, თქვენი ცოლები მე გავამზითვეო. თქვენი ბავშვების გაზრდას ვაპირებდიო, ბავშვების გაზრდას. წასვლა ხო გინდოდათო? ხო გიშვებთ. ხო თხოვდნენ რომ გაგუშვიაციო, დავიღალეთ, აღარ გვინდაო. ეჭვიანო ვერ ისენს მიხვდნენ ეს რაზეც. აზიელებს ეჭვიან. არევასათ რა. ქალაჩუნას პარსელები ფილიპეს ვეტერანებზე წირად ვაღერ. სოთაშვილს პრეტენზია ჰქონდათ აი პევკესტა გახსოვთ იქ მალებთან ბრძოლაში რომ ფარი დააფარა და თვითონ დაიჭრა სამისა. ის პევკესტა იყო ერთ-ერთი გამონაკლისთაგანი, რომელიც გასპარსელდა. ძალიან მოწონდა ეს სპარსული ცხოვრების წესი და ალექსანდრეს გადაასროდა. მე პევკესტა ჯერ მერვე მცველად დაიყარა და მე სპარსეთ პერსიდის სატრაპად დანიშნა. პევკესტა წამოაძახეს, რომ პევკესტა უგიყვარსო შენო ყველაზე მეტათო. იმიტომ რომ იმასო სპარსელები უყვარს. მანამდე ეუბნებოდნენ. ვალები გადაგიხადეთო, აგერშვილების გაზრდას ვაპირებო და წასვლა გინდოდათ და გიშვებთო და არ გინდათო, კისერი გიტეხიათ, სადაც გინდათ იქ წაეთრიეთ. თქვენ, ჩემი ჯარისკაცები, აღარა ხართ. ეს არის განაჩენი. უსასტიკესი სიტყვით გამა, ეს ათქმელი უთხრა ყველა. აქამდე ხო სულ ეფერებოდა და გადაუარა. მამაჩემ არ წყილებ დაგაყრევიათ. მე გაგაბატონეთ მსოფლიოზე. ყველა სიმდიდრეები თქვენი არის. ყველა ქალაქი თქვენ, ყველაფერი გაძარცვიეთ. გიშვებდით სახში ამ ხელა და არ იგება მინდოდაო თქვენზე ამ ხელა სიმდიდრეები. არ გინდათ, კი ისერი გიტეხიათო. დაადით დაიშალეთ. ჩამოვიდა იმედან. ტრიბუნაზე ავიდა სასახლეში. ეს ბანაკში ხდება მაკედონელებს. მაკედონელების ბანაკი ცალკეა და მოშორებით არის აზიატების ბანაკი. ესენი გაუგნებულები არიან რა ახლა. პრინციპში ახალი აფერი არ უთხრა ხო, ყველა ის უთხრა, რაც ყველა მიცის, აფერი არ გამოუგონია, აფერი არ დაუბრალებია. არც თავის თავზე და არც იმაზე ხო ახლა. აი ასეთი უმადურები ხართ თქვენ. ყველაფერი გააუქმა. არ ჯამაგირი გეკუთვნიეთ, არც საჩუქრებზე, არც იფიქრო. კისერი გიტეხიათ, სადაც გინდათ იქ წაბორიალდეთ. სამი დღე არის ძალიან მძიმე ამბავი რა. არ ჩანს მეფე და უკვე როგორ არის, აქამდე სულ მეფე ელოდებოდა ჯარს. ხო, ჯარი ელოდება მეფეს.
კი არიან გულმასულები, მაგრამ გაოგნებულები არიან, არ მოელოდნენ ახლა ალექსანდრისგან ასეთ რაღაცას და საერთოდ ჩამოართვა ყველაფერი, წოდებები ისინი. გამოგარიშია ჩვეულებრივ კერძო პირები ხო წაეთრიეთ სადაზგე. არ მჭირდებათ. იდე რო გააევე 3 დღე ხო იყო, გაუმწვავა კიდე. ის 13 კაცი სიკვდილით დასაჯა. ასლაბა. ამბოხი ჯარში სამხედრო საველე სასამართლო ძვირფასო მეგობრებო, მე მგონი ვიცით ომის დროს მოქმედებს ყველა არმიაში და სამხედრო საველე სასამართლო საქმის გამოდან ყოველთვის მთავრდება სიკვდილით დასჯით. იცავთ დაამატა და დასაჯა სიკვდილით ახლა. კურციუს უწერია 30 კაცი. თუ პირიქით. ანუ ეს ჯარი, ეს დისციპლინირებული მაკედონური ჯარი მსოფლიო რო დაიპყრო და ამბებდა, უცებ ბრბოთ გადაიქცა. ხო საინტერესო რა. სარდლები ალექსანდრის მხარეზე არის. აქ უკვე მარტო ჯარია დარჩენილი. სარდლები ალექსანდრეს გაყვნენ იმაში. რა ქვია, სასახლეში. ანუ უთავოთაა ჯარი დარჩენილი. ბრბოთ იქცა. მესამე დღეს მოდის კიდე ბრძანება, რომ ბრძანება სამხრეთ. წაეთრიეთ. დაცალეთ ბანაკი. მე იმავე დღეს მიდის აზიელებთან, ალექსანდრე. აზიელებს ბანაკში მიდის. ავიდა იქაც. დააწყვეს აზიური ჯარი. მაკედონური იარაღით, მაკედონური გაწვრთნილობით, დისციპლინით. აყოფილი დანაყოფები, ახალი აგემა, აგემის ახალი სარდალი, ჰისტასპი, ბაქტრიელი, სკვირთები, ბაქტრიელები, მიდიელები, სპარსელები, ყველა აქ არის. ჩასილაღებული ყავს ჯარი, მაკედონურად გაწვრთნილი, დისციპლინირებული, ამოდის იმათეუნება სიტუას რა. როცა მე მოვდიოდიო და ჰელესპონტიო გადმოვლახეო, მე ვიცოდი ერთი რამეო, რომ მე აზიაში გაგიცნობდით ღირსეულ ხალხებს და ტომებს. ამის იმედი მქონდა. აქაც მგონია რომ არ იტყუილება, იმიტომ თავიდანვე ქონდა მას ისა, რომ აზიელებთან მას უნდა ქონოდა კარგი ურთიერთობა. ვიცოდი რომ ღირსეულ ხალხებს და ტომებს გაგიცნობდითო, არ შევცდიო. დიდებული ხალხები და ტომები დაგიმეგობრეთ. ახლა თქვენო გაცვიათო ისეო, აღჭურვილი ხართ ისე და გაწვრთნილი ხართ ისე, როგორც მაკედონელები. მაკედონელების ბანაკი ანიშნა. მაგრამ მათზე მეტი ღირსება გაქვთო, მათზე მეტი ერთგულება გაქვთო და მათზე უფრო მაგარი დისციპლინა გაქვთო. მეო ვიქორწინეო, ჯერ ვიქორწინეო ოქსიართის ქალიშვილზეო, როქსანაზეო და მერეო ვიქორწინეო დარიოსის ქალიშვილზე, სტატირაზეო. გარდა ამისაო დავაქორწინეო აზიელებზეო, ჩემი მეგობრები და ჩემი ჯარისკაცები. რატომ ვქენიო? იმიტომ ვქენიო, აი უკვე დოქტრინა, სინთეზის დოქტრინა, პირდაპირაც აზიელებს უცხადებს. იმიტომ ვქენი ეს, რომ დაიბადოს ახალი თაობა, სადაც გაქრება მტრობა და უთანასწორობა გამარჯვებულს და დამარცხებულს შორის. ვისთვისაც იქნება ერთი მეფე, იქნება ერთი ხალხი და ერთი სამეფო. ამ ახალი თაობისთვის თქვენ უნდა გააჩინოთ და ჩვენ ამიტომ ვიქორწინეთ. სასაულია. აზია და ევროპა ერთი სამეფოა. ახლა რას ამბობს რა? ერთი ხალხით და ერთი მეფით. უცხონი უკვე აღარა ვართ.
და სპარსელებმა და მაკედონელებმა პატივი უნდა სცენ ერთმანეთის ჩვევებს და ერთმანეთის სურვილებს. და ბოლოში რას ამბობს? დღეიდან ყველანი ხართ თანასორნი უფლებებში და მოვალეობებში ერთ მეფესთან და ერთიან სამეფოსთან. ვიფასო მეგობრო, ეს არის საპროგრამო გამოსვლა და საპროგრამო ბეჭედი მეფის რა, ოპისის ველი ახლა ეს ერთ-ერთი უმთავრესი მოვლენა ალექსანდრეს ბიოგრაფიაში. ჯერ მაკედონელების წინ გამოსვლა და მათი გამათრახება და მერე სპარსელების ასე და ბოლოში რას ამბობს ნახე? და დღეიდან მე აზიელებს მიმართა, დღეიდან მე თქვენ გაცხადებთ მეფის ნათესავებად. ეს არის სპარსული წესი. სპარსელ მეფეებს, აქემენიდებს ამალა ხო ყავდათ. და ასევე ყავდათ უკვდავთა კორპუსი. იმათ ეძახოდა მეფე პატივი იყო ასე. ეს იყო მეფის ნათესავება. ამან მთელი აზიური არმია გამოაცხადა თავის ნათესავებად. უმაღლესი სტატუსი მეც. მეფის ნათესავი რას ნიშნავდა? მაგალითად რიტუალში. ნებისმიერ დროს აუდიენციაზე შესვლა მეფესთან და გარდა ამისა კოცნის უფლება აქვს, გადაკოცნის უფლება. ამბორის რა. ამბორის, ხო, ეს არის უდიდესი პატივი არის და მთელი არმია გამოაცხადა რა ქვია თავის ნათესავებად. ძვირფასო მეგობრებო, ამდენი ომების, ამდენი ევროპელების გამარჯვებების და აზიელების დამარცხებების მერე გიორგი ეს რა არის? ეს არის ევროპის კაპიტულაცია აზიასთან. შეგამოვიდა. მეფემ ალექსანდრე დიდმა ფილიპეს და ოლიმპიადას ძემ ევროპის მეორე დიდმა მეფემ პირველ მამამისი რიგო ბითობით რო დავიდა. მთელი ამ ლაშქრობების, ომების, უბედურებების მერე აზიელები არჩია. რატო? იმიტომ რომ იმათ ეგოს ვერ მოერე, მაკედონურ ნაციონალიზმს ვერ მოერე. მაკედონური სიჯიუტე მარტო აზიელებთან კი ბერძნებთან დამოკიდებულებაშიც ისე იყვნენ ეს მაკედონელები რა. ჩვენ ბერძნებს ჯობი ვართ. კი, ჭკუაში ისე ჯობიან, მაგრამ ბრძოლაში ხო ჩვენ ვართ რა. გამოაცხადა ეს. მეფის ნათესავებად გამოაცხადა ახლა. იქ რა ხდება მაკედონელების ჯარში, რომლებსაც სტატუსი ჩამოართვეს და ბრბოდაქცია. სტატუსი არა. მათ სამსახური გააუქმა ისე რომ არც აჩუქრები, არც ჯამაღი, არაფერი კისერი გიდახიათ, სადაც კიდათ იქცათ. აცალა კიდე. იმათმა ხო გაიგეს ახლა აზიელების ბანაკში რა ხდება, არის ყიჟინა, ზეიმი. ესენი არიან ჭაბნელებულში შედან, სარდლებიც გაექცნენ. უთulis ასეთ რამეს. ალექსანდრე მაკედონელებს დამემორჩილეთ უპირობოდ პირობას უთulis დამემორჩილეთ უპირობოდ შეასრულეთ ყველა ჩემი ბრძანება ამას თუ არიზამთ წაეთრიეთ მაგრამ თუ ამასაც არიზამთ მაშინ თქვენ შორის სარდლები აირჩიეთ და აგერ ვართ პირისპირ და გამოდით დავიომოთ ერთმანეთში. მე ჩემი აზიელები და თქვენ ხო მაგრები ხართ, ჩემზე მაგრები ხართ. სარდლები აირჩიეთ და ველზე ვართ. ვიომოთ. ერთები გაარკვევენ, ვინ არის მართალი. ალექსანდრე ეუბნება თავის არმიას ფაქტობრივად. მაკედონელებს შეუთავ. ის ჰიფასისი აქვს გამოყოლი ბოღმა. ჰიფასისი დარწმუნდა ჯარი უკვე აღარ არის. ეს არის გუშინდელი დღე.
ისე როგორი კაცი არის, ახლა მანამდე ჰიფასისამდე 5 წლით ადრე გასცა ბრძანება, არისტოკრატების შეკრების, აზიელი არისტოკრატების და მაკედონურად გაწვრთნის და ბერძნული ენით და ამბებით და ეს აი როდისა აქვს დაწყებული გიორგიეს. ამიტომ ვამბობ, მე ახლა სულ მიდის კამათ სხვადასხვა მეცნიერები ამბობენ, როდის გაუნათდა ალექსანდრეს, რომ აი ეს სოფლიო სინთეზი, ანუ გაერთიანების დოქტრინა, ხო, როდის აი იქიდან აქვს, მაკედონიიდან. მე არც იმას არ გამოურიცხავ, რომ მამის და მას ჰქონდა თამაზე საუბარი. ხა ფილიპე მაინც ძველი თაობა იყო, ფილიპე მაკედონელი ნაციონალისტი იყო. მაგრამ შეიძლება ნაჩხუბარც აქვთ და ნაკამათებიც ამას არ არის გამოუცხო. მამაშვილს. აი ეს იქიდან პელაში არისტოტელეც რო უკითხავდა და ნაციონალიზმს ასწავლიდა და აზიელებს თავის ქალაჩა უმსხვრიეთ და მონები უნდა იყვნენ და თქვენ უნდა გაბატონოთ, აი იქიდან აქვს. არ არის მაგიმასე. მე ასე მგონია, რომ ჯერ კიდე ჰელესპონზე რო გადმოახო უთხრა, რომ მოვდიოდი, ვიცოდი, რომ ღირსეულ ხალხებთან მოვდიოდი. კიდევ აცალა, ხო, შეთვლა არის, რომ გამემორჩილეთ, ბრძანებები შეასრულეთ, თუ არ გინდათ წადით და თუ არ წახვალთ, მაშინ ვიომოთ. ვინ არიან მაგარი ბიჭები ვნახავთ მე. ბრძოლის ველზე გამოჩნდა. ბრძოლის ველზე სარდლები აირჩიეთ. თუ ეს სარდლები ამისკენ არიან. გენელო. გატყდა ჯარი. გიორგი. ატყდნენ მაგებროება. მიხდნენ რომ ზედმეტი მოვიდა. გამოიხედეს მე ყველა სამხედრო შენერთ ფაქტიურად დაშლილი იყო უკვე. არაფერი აღარ დისციპლინა, ბრბო დადის ამბანა, აღარც აჯმელი აქვთ, აღარც ასმელი აქვთ, არაფერი აღარ მისდით. ასე კი არა, რომ გაჯმევთ და გასმევთ კიდე და არა, მოიშალა ბრბო, უდისციპლინო ხალხის მასა არის ბრბო და დისციპლინა როცა არის, ისა ჯარი, არმია, გვარდია, ლეგიონი, ფალანგა, ტერცია, დივიზია, ბატალიონი, რაც გინდა ის დაარქვით. მონასპა, დავით შროქოდა, გვარდია 5000 კაცი რო ყავდა, რკინას ღეჭავდნენ. ისეთი გვარდია გააკეთა დავით აღმაშენებელი. მონასპა. უკვე აქვს ინფორმაცია, ტირიან, ბღავიან, ეზრავქენით, მეფე როგორ გავანაწყენეთ. აკრამა, მარტო მივიდა ბანაკში მარტო. უკვე ალექსანდრეს სიმამაცე ეწვის ქვეშ აღარ დავაყენოთ, მალების ციხეში რო ჩახტა. მარტო მივიდა მაკედონელებთან, შევიდა ბანაკში. შემოეხვინენ ტირი, აი ბავშვები რო ტირიან ეს. შემოეხვინენ და ტირიან და ამ გვაპატი ალექსანდრე, ამას ტირდა ის აპარასიზამდა. აპარასიზამდა მისიანები არის. ბევრი მათთაგან ფილიპეს ვეტერანი არის, მათთან ერთად ბავშვობაში ხო ბანაკში დაბორიალობდა, დაყვებოდა მამამის ამ ლაშქრობებს. ჯარს უყვარდა ყოველთვის ალექსანდრე, უფლისული უყვარდა და ასანახაობა იქნა. ესეც არა აქვთ გადაღებული. ასანახაობა იქნებოდა. მარტო ამისული მეფე. ერენ შემოეხვია გვაპატი. მე თქვა რომ ავალო და გეტყვითო ჩემს სათქმელს. ამათ შეეშინდა რომ რაც ხა კიდე არ გვითხრასა, მაგრამ არ დაგუბოსა ხა კიდე რაღაცა. კალინე იყო მამამისის ვეტერანი ერთი. იმან უთხრა ალექსანდრე, ჩვენო ძალიან გვიყვარხარ. მაგრამ ჩვენო გული გვწყდება იმაზე, გონია რომ სპარსელები უფრო გიყვარსო და თანო აგერო ნათესავებად გამოაცხადეო ისინი. ეს მოუბრუნდა ავიდა ტრიბუნაზე და ყველას გაცხადებთ ჩემს ნათესავებად. ანუ იმათაც მიცა სტატუსი მაკედონელებს. აი იყო ზეიმი დროს დარება. ერთი დიდი უზარმაზარი სანათესავ გამოვიდა. მანამდე რითი დაეუმქრა. კიდურას გამოდით და მეომეთ. მაგასაც ვნახავთ. რითი ჯობი ხართ სპარსელებს. თუ კი ალექსანდრე არ გსარდლობთ.
და თან გაწვრთნილი არის მაკედონური იარაღი აქვთ მათ უკვე და მაკედონური ლოხოსები და ტაქსისები და ილები და ჰიპარქიები და რა ვიცი აგემა და ყველა ესენი არიან ჯასი ლაღებული სპარსელები მიდიელები სკვითები რა ყველა ესენი ირანელები ყავს ჯარში ისე ნაკლებად ეგვიპტელები და ისენი ბაბილონელები და ესენი მეომრები ესენი არიან არიელები არიან მეომრები სემიტები ნაკლებად ხო, ესეთი ამბავი არ დასრულდა ეს ახამას დაგვირგვინება უნდა. სინთეზის დოქტრინა სჭირდება კაი პურიჭამა. პურიჭამა არ მასშტაბები არ აქვთ, მოკრძალება არ აქვთ. არც მაკედონელებს, არც სპარსელებს და არც საერთო მეფეს. აზიისა და ევროპის მეფე, ერთიანი სამეფო. უნდა იზეიმო, 9000 კაცი შეკრიბა. სპარსე უკვე ერთად არიან. ერთმანეთს ეხვევიან, კოცნიან. მაკედონელები, სპარსელები, მიდიელები პრობლემა არა. ყველა ნაცნობები არიან მეფის. 9000 კაციანი სუფრა გაშალა, ძვირფასო მეგობრებო. ამას ეძახიან დიდი კრატერის სუფრა. კრატერი არის თასი, ძვირფასო მეგობრებო და ამ სუფრის თავში ეტყობა გარშემო იყვნენ შემოსხდრები რა. ჯარს ცალკე გაუშალა აზიელებსაც და ევროპელებს. ვაუ, დიდი კეიფი მიდის, მაგრამ აი მეფის სუფრაზე 9000 კაცი ზის, აზიელებიც და ევროპელებს და შუაში დადგეს რაღაცა უზარმაზარი, რამოდენიმე 10 ტონიანი დიდი კრატერი. თასი. და როგორ სვამენ ჭასხეს გავსეს ღვინეთ და ყველა მიდის და იქიდან იღებს ერთად ღვინოს და მიდის სმა. მაკედონელიც და სპარსელიც უკვე გვერდ-ხედან და ერთი კრატერიდან სვამენ. ანუ ჩვენი მეგობრობის გობიდან ერთად მირთმევის მაგარი კაცი ხარ გიორგი თარგამაძე ყოველთვის. მეგობარის სიტყვის ეტიმოლოგია მე მგონი ყველამ ვიცით ძვირფასო მეგობრები. მეგობარი რას ერთი გობიდან როჯა. ეს დიდებული სიტყვა ქართულში. ერთი ჭურჭლიდან როჯა. ერთი ჭურჭლიდან ჭამა ხო რა არის, მოკრძალებული ხარ. მე მეტი არ შევჭამო, იმან მეტი არ შეჭამოს, თანაბრად. დობის კომპონენტიც არის. და თანაზიარობის ერთი ტრაპეზის სიტყვა ხო. ნუ დააკავშირებთ ჩემს კონფიგურაციას, რომ ჭამასთან. ძალიან გთხოვთ ძვირფასო მეგობრებო, არ დააკავშირებთ, მაგრამ ნუ ასეა. მეგობრები ყველა ხავს და ყველა ვიღაცის მეგობრები ვარ თვითონ ჩვენთან. აი მე და გიორგი თარგამაძე ვარ, 30 წელია უკვე მეგობრები ვართ. საკმაოდ გამოცდილი და რა ვიცი რა არ გამოვიარეთ. სხვადასხვა ბანაკებში ყოფილი ვართ, მაგრამ აზრს წესდარიგი არ დაგვირღვევია. რომ ეს ყველაზე მაღალი პოლიტიკა ქვით არის რა. აი ეს დიდი კრატერის კეიფი. იქიდან ალდის და ეს და ახლა ნუ ახლა უნდა გაუშვას ისინი. რამე კი არ შეცვლილა, იმგეს უშვებს 10,000 ვეტერანი. ვინც ხელისპონზე გადმოვიდა და მერე და ეს 10,000 ჰეტერი. ახლა რას აძლევს? ჯამაგირს უტოვებს გიორგი სიკვდილამდე. მაღალ ჯამაგირი ქონდა. ესე ამ პენსიაზე უშვებს, სახლებში უშვებს. 10,000 კაცს. ჯამაგირს უნიშნავს სიკვდილამდე. გზის ხარჯები, ახლა გზა ძალიან ხარჯია, თვეები ჭირდება უკვე რომ დაბრუნდეს, ახლა ეს მარში დაბრუნდება, ნელ-ნელა მიდის უკვე. ჯამაგირს უნიშნავს ვალე ხო ჩამოაწერა ისედაც იქ მაკედონიაში მისი ოჯახი განთავისუფლდა ყველანაირი გადასახადისგან. გარდა ამისა საჩუქრად ყველას აძლევს თითო ტალანტს. 33 კილო ვერცხლი. ცალკე ჯამაგირი რჩება საჭმელი სასმელი გზაში, იქ პატივი,
ღირსება, დიდება ელოდებათ ის და გარდა ამისა საჭურო. ერთჯერადად დიდი ძვირადად თითო კაპიტალია, რა, კაპიტალი ასლაპარაკო. ერთი ტალანტი, რა ვიცი, ხო, ძალიან დიდი შესაძლებლობა. ქრთამებს იძლეოდნენ ახლა მეფეები და სატრაპები და ესე ორი ტალანტი, სამი ტალანტი. ათენში გახსოვთ ის ლიტურგია მდიდარა თითვლებოდა, უმდიდრეს მოქალაქე თითვლებოდა, ვისაც სამი ტალანტი ქონდა. так თითოეულ ჯარისკაც ერგო ერთი და ჩავთვალოთ რომ მილიონერებია. მაშინ თან ვერცხლსაც და ოქროსაც უფრო მეტი ფასი ქონდა, ვიდრე დღეს. მეტს ყიდულობდი. ამიტომ და უშვებს სახლში. თან ამათ უთხრა ის პირობა შეუსრულა, რომ ვისაც გინდათ შვილებს დატოვეთ აქ, რომ პრობლემები არ შეგექმნა, მე გაგიზრდით მეომრებად. და მე დრო მოვა, მე რომ პელაში ჩამოვალ, მე ჩამოგიყვანთ გაზრდილ შვილებს და თქვენი ამაყებთ, მამები, თქვენი შვილები. ორ საქმეს აკეთებს, ახლა ოჯახურ პრობლემები მაინც ექნებოდა, ახლა იმას ჩამოიყვანა ბავშვები. მაკედონელი ქალები, ავი ქალები იყვნენ. ერთია მეორე მაკედონელი რომ მოყავს და მეორე აზიელი ქალი რომ ჩამოყავს, ეს მაინც ჰქონდათ რა. ეს სულ მუშაობს ამ თემაზე. მე მემკვიდრის შერჩევაშიც ალექსანდრე სიკვდილის მერე, როცა მემკვიდრეს არჩევები უნდა იყოს ეს როლს ითამაშებს. აღარ გაუსწრება. შვილებს ჩამოგიყვანთ მე თქვენ და პატივში და გარდა იმისა, რომ მე პატივი გცეთ თქვენ, მე ჩემ ყველაზე ახლო თანამებრძოლს კრატეროს გიყენებთ სათავეში და კრატეროსი ჩაგიყვანთ მაკედონიაში. კრატეროსის თანაშემწედ მოადგილე დანიშნა პოლის ფერქონტი. ჭარმაღი მეომარ. კრატეროსი ჩაგიდგებათ სათავეში, კრატეროსი ჩაგიყვანთ მაკედონიაში, ისიც წამოყვებათ, პოლის ფერქონტი აღარ არის, გზაში სასმელ საჭმელი არ მოგეკვდებათ, არ იჩქაროთ, ნელ-ნელა იარეთ, წადეთ სახლში. თან საგანგებო დავალებით უშვებს ახლა ეს უკვე უფრო მნიშვნელოვან თემაზე გადავდივართ ახლა საგანგებო დანიშნულებით უშვებს კრატეროს მაკედონიაში. ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ ვიცით, რომ როცა გადმოდიოდა ჰელესპონტზე, ანუ აზიაში გადმოდიოდა ალექსანდრე, იქ მეფის ნაცვალი დავარქვათ ასე, დატოვა ანტიპატრე, მამამისის ძველი მეგობარი. ისე ვიმეორებ, მამამის ფილიპეს ყავდა 3 მაგარი სარდალი. ეს იყო რა ქვია, ატალოსი, პარმენიონი და ანტიპატრე. ატალოსი ორივე მსხვერპლა, ატალოსის და პარმენიონის ალექსანდრეს მსხვერპლება, ეს ანტიპატრე არის დგას იქ მაგრად. ის აკონტროლებს გარდა მაკედონიისა მემკვიდრეობას, თრაკიას, ილირიას, ტრიბალებს, თესალიას და საბერძნეთს. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ამ ანტიპატრეს აქვს სერიოზული პრობლემები ოლიმპიადასთან. ალექსანდრეს დედასთან. ვის აღარ ეკნებოდა. უნდა მიუბრუნდეთ ახლა ამ თემაზე, იმიტომ რომ ეს მტრობა არის უკვე, ეს ქიშპიკია, ეს არის მტრობა. ახლა იქ ბევრი რაღაცები მოხდა სამდე ალექსანდრე დადიოდა ამ სოგდიანაში და ბაქტრიაში და ინდოეთში და პოროს ებრძოდა და მალებთან დაიჭრა. იქ მოხდა საინტერესოებები ევროპაში. ჯერ ხო აუტანელი ურთიერთობა აქვთ ამ ოლიმპიადას და ალექსანდრეს დედას და ანტიპატრეს. ანტიპატრე წერს, რომ დამახჩვამ დედაშენ აღარ შემეძლია, ყველაფერში ერევა. ოლიმპიადა წერს, რომ შენ რომ მან დადიხარ და შარში ხარ გახვეული, ეს უკვე მეფედ გამოაცხადა. ჯო ბუნებრივია გიორგი, ახლა ანტიპატრეს ექნებოდა იქ ფესვი გადგმული ახლა, ხო? ან ერთი საერთოდ ისტორიკოსები ორ ვერსიას ანგარიშობენ, რატო ცვლის ანტიპატრეს. კრატეროსმა უნდა ჩაანაცვლოს ანტიპატრე.
კრატეროსი როგორც არის ცნობა უკვე ავადმყოფობს, დასუსტებულია და ნუ როგორც ჩანს წყობრიდან არის გამოსული. ამ ინდოეთმა და იმგერმა აღარ შეუძლია. აქტიურ სარდლად აღარ გამოდგა. არა და ამიტომ უნდა ჩანაცვლოს ადმინისტრაციული ფუნქციები. ანტიპატრემ უნდა ჩამოიყვანოს ის ახალი ჯარი. და ანტიპატრეს ელის მერე ანტიპატრე უნდა გამოუწვას, მაგრამ ბრძანება როგორი აქვს, იცი ალექსანდრე, ცოტა უცნაურია პრინციპში გასაგები. ჯერ ამ გზას რამოდენმე თვე ჭირდება რომ ჩავიდეს, მანამდე ანტიპატრე არის. მერე რო ჩავა, კრატეროსი და ანტიპატრე ერთად მართავენ და ამან ნელ-ნელა უნდა გადმოიბო. ისე კი არა, ეს შევიდა და ის გამოაგდოს, არა. ნელ-ნელა ერთად უნდა მართავდნენ, ჯარის შეგროვება უნდა დაიწყოს, ამათი დაბინავება უნდა დაიწყოს, მერე ანტიპატრე უნდა წამოვიდეს. ანტიპატრე სასაკში. არა, ლაშქრობაში არ მიუღია მონაწილეობა. ახლა ისტორიკოსები ორად იყოფიან, გიორგი, ერთი ნაწილი ამბობს, რომ უნდობლობა აქვს ანტიპატრეს. ახლა თან ამას იმ არგუმენტით ამაგრებენ, რომ ფილოტა ანტიპატრესიძე იყო. გახსოვთ ხო? ფილოტას პარმენიონის შვილები იყვნენ ჰექტორი, ნიკანორი და ფილოტა. ნიკანორი დაიღუპა არეაში, მოკვდა ავადმყოფობით, ჰექტორი ნილოსზე დაეხჭოდა, ფილოტა ალექსანდრე. ამათ კიდე ყავდა და რომლის ქმარი იყო, ისა რა ქვია, ანტიპატრე გახდა რა. არა, ფილოტა იყო ანტიპატრეს ქალიშვილის ქმარი. ეს და იყო კენოსის ცოლი მერე. ანტიპატრე სიძე იყო. ანტიპატრე იყო ფილოტას სიძე იყო, უბრალოდ ანტიპატრეს სიძე იყო ფილოტა. ავირია უკაცრავად რა. ხოთა გადატვირთული მაქვს ისა. ათესაურ კავშირი. ანუ ფილოტა არის იყო ანტიპატრეს სიძე, ამიტომ შანსი არ არის ახლა ანტიპატრეს არ გაეხარდებოდა მისი სიძის მკვლელობა და მისი მოყურის პარმენიონის მკვლელობა მაშინ მოკლეს ეგ ბატონაშობს იტალკმა რომ დაარტყა ეს ანჯალ. ამიტომ ეჭვის თეორიის მომხრეები ამბობენ რომ ნუ ალექსანდრეს აღარ უნდა რომ ამდენი ხანი ანტიპატრე მართავს ბალკანეთს, ევროპას და ამიტომ უნდა რომ ჩაანაცვლოს კრატეროსით, იმიტომ რომ ყველა ვარიანტში ის ფესვები გადგმულია, ფაქტიური მართველი არის ანტიპატრე ხო და ეს ეჭვის თეორიის მომხრეები ამბობენ რომ აი ფილოტაც რო სიძე მოუკლა ალექსანდრემ და ასე შემდეგ ალბათ ნაკლები ნდობა ექნებოდა. შეგვიძლია ეს დაუშვოთ რომ ეჭვებიც ქონდა და ნუ პრინციპში გამოსაცვლელია დიდი ხანია მართავს ანტიპატრე ბალკანეთს, მაკედონიას, საბერძნეთს, თრაკიას და ასე შემდეგ, თესალიას და ასე შემდეგ. ну კრატეროსი ასევე სანდო არის ალექსანდრეს და კრატეროსი ჩაანაცვლოს, მაგრამ ასე ნელა უნდა გადავიდეს, ცოტა ხანი ერთად მართონ. ეჭვები არ გაჩნდეს, ხო? მაგრამ არის მეორე ვარიანტი, რომლებიც ამბობენ რომ ალექსანდრე იძულებულია, იმიტომ კი არა რომ ეჭვები აქვს, არა. უკვე აუტანელია ანტიპატრეს და ოლიმპიადას ურთიერთობა. ახლა რა მოხდა იქ? გახსოვთ თქვენ რომ ფილიპე მოკლეს თავის ქალიშვილის ქორწილში, ალექსანდრეს და კლეოპატრა გაატანა ცოლად ოლიმპიადას ძმას, ალექსანდრე ეპირელს, ანუ ალექსანდრე მოლოსელს აკარჩავს. დიშვილი გაატანა ბიძას ცოლად, ხო გახსოვს? ქორწილში რომ დაკლეს ფილიპე. ეს ალექსანდრე მოლოსელი, ანუ ალექსანდრეს დის კლეოპატრას ქმარი, ბიჭო აიტეხა და იტალიაში მოაწყო ლაშქრობა რაღაცა იქ და დაიღუპა იქ. ანუ მოლოსების მეფე დაიღუპა ომში და დატოვა შვილი 5 წლის შვილი დატოვა ამ კლეოპატრას და ამ ალექსანდრე მოლოსელს დარჩა 5 წლის შვილი. მაგრამ ნუ რახან მცირეწლოვანი იყო, რეგენტად თავი გამოაცხადა ოლიმპიადა წავიდა თავის სამშობლოში მოლოსების სამეფოში და ის მართავს.
არა, მივიღეთ რა, რომ მაკედონიას მართავს ანტიპატრე და მოლოსების სამეფოს მართავს ოლიმპიადა და ალექსანდრე ხედავს, რომ ახსამდე პელაშია ოლიმპიადა, ნუ გასაგებია, ინტრიგებია სამეფოის, მაგრამ ჯუი სამეფოს ჩაუდგა სათავეში და იქამდე არ მივიდეს საქმე, რომ მაკედონელები და მოლოსელები ერთმანეთს დაერიო. ანუ ოლიმპიადა რეალურად მართავს მოლოსების სამეფოს. და ეს ოლიმპიადა იმდენად აუტანელი ქალი იყო, რომ თავისივე ქალიშვილი ქვრივი იმ მეფის, იტალიაში დაღუპული მეფის ქვრივი ალექსანდრეს და კლეოპატრა თავის შვილთან ერთად ანტიპატრესთან გამოიქცა პელაში. და საერთოდ ეს ბავშვი არის ტახტის მემკვიდრე, იმიტომ ალექსანდრეს ჯეშვილი არ აქვს. ის ტახტის მემკვიდრეა როგორც მოლოსების, ისე მაკედონელების, ეს 5 წლის ბავშვი. ნუ დაიძაბა სიტუაცია, ხა იქეთ ოლიმპიადა და მოლოსების სამეფო და აქეთ ანტიპატრე და მაკედონია რა. და შეიძლება ომი დაიწყონ, ესენ ჯგუაზე არ არიან, განსაკუთრებით დედამისი. ამიტომ აი იმის მომხრეები, რომ უნდა დავაცალკევოთ ეს ორი. ერთ-ერთი უნდა გამოიძახოს. ან ოლიმპიადა ჩამოიყვანოს ბაბილონში, ან ანტიპატრე და ამაზე არ უნდა დედამისის ჩამოსვლა ბაბილონში, იმიტომ გაურევს ყველაფერს. ამიტომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ანტიპატრე წამოვიყვანო, გამოვარიდო და იქ კრატეროსი დაუსვა, ახლა იმ კრატეროსთან იქაც ისეთი ვინმე უნდა გაუშვას, რომელიც ავტორიტეტია. კრატეროსი ძალიან მაგარი. და ოლიმპიადის გავლენის, ოლიმპიადას გავლენის ქვეშ არ კრატეროსი ვერ მოექცეოდა. არც ის არ იყო მის გავლენის ქვეშ, მაგრამ ნუ ეს ინტრიგები. არა, ხო, ისეთი უნდა გაეგზავნა ჩასანაცვლებლად, რომ ეს ამოცანას მიეღწია, კონფლიქტი განემუხტა, მაგრამ ან ახლა ის რითი წავიდა, 10,000 ვეტერანი წავიდა, ვინ რას გაბედავს. ის 10,000 იმათ ალექსანდრეს მერე კრატეროსი უყვართ იმ ვეტერანებს, ახლა ოლიმპიადა რა უნდა ანუ პრევენციას აკეთებს სამმაგ დაზღვევას. ძალიან მაგარი. ანუ ეჭვებიც ამოაგდო ანტიპატრეზე, მოყავს ახალი ჯარით. დააცალკევა დედამისი და ანტიპატრე, კრატეროსი გაუშვა, თან ჯარით გაუშვა რა. ხეცია, ნუ მაგარია რა. პოლიტიკოსი. აღარ ქვია რა. კარგი, ნუ გაუშვა, ესენ გაისტუმრა, ბოლოს გავიდა ბანაკში, გადაეხვია, გადაკოცნა ეს კრატეროსი, მეორე ვიტირეს იქა დაემშვიდობეს და აღარ უთხრა, რომ მალე ჩამოვალმე და შვილებს ჩამოგიყვანთ ისე. კაცი მჭობდა და ვერთი იცი, რომ აღარც კრატეროსს უნახე ალექსანდრე, აღარც ვეტერანებს უკვე დაჩქარდა. ისტორიის ჩარხი ჩქარდა, ახლოვდება ფინალი. მე მგონი გასაგებად ავხსენი, რა გააკეთა ანტიპატრეს გამოცვლა კრატეროსით. თან ახე რას აკეთებს, რომ ის კი არა, რომ ჯერ ცოტა ხანი ერთად მართეთ. გადმოიბარე, ამერე ჩაენაცვლა. აი და ორივე თეორია სწორია, ყველაფერი ერთად, ეჭვის თეორიაც და ნდობის თეორიაც და დაცალკევები, ამ დედამის მოაშორეს რა. თან ჯარი გაატანა, ახლა ის 10,000 ვეტერანი სახლებში კი წავიდნენ, მაგრამ ახლა რამე რომ მოხდეს და მოლოსები შემოვარდნენ, აგერ არის კრატეროსი და აგერ არის ესენი დაჩეხილი ვეტერანები არიან. ინდოეთი და ესენი გადაჯეგილი აქვს სულ, ახლა იმათ ვინ დაუდგებოდა. სამაგერად ახალი ძალები უნდა წამოიყვანოს ანტიპატრე. კარგი, ეს ყველაფერი ის არის გასაგებია, მაგრამ საბერძნეთი ძალიან მიგვავეწყდა ჩვენ. ბერძნები, რაღაც გადავიდა, მაგრამ საბერძნეთში რა ხდება საინტერესო, ზოგა ელადაში, ხო, ეს ძველი დიდები, პოლისური სისტემა, პერიკლეს და ლეონიდეს და რა ვიცი, აგესილაის და რა ვის არ გინდა რა, ეპამინონდეს თებეს არ დაანგრია, მოთხარაძე პეშრიანად ალექსანდრე. საბერძნეთში არის ძალიან არაპოზიტიური სიწყნარე, რა იგულისხმება, სული ჩაკუდა. თავისუფლების, შეუპავრობის ენერგია ხო, საბერძნეთი არის ენერგია, ვულკანია. რამ ჩაკლა ეს? ეს ჩაკლა ალექსანდრეს წარმატებებმა აღმოსავლეთში.
პირველი ანუ დემოსთენე არის იმ ათენში, მაგრამ არ უსმენენ. მაგარია რა ეს ალექსანდრე აგინ. იონიაში ბერძნები განათავისუფლა, ჩვენ გაგვაბატონა ინდოეთამდე, აგერ ამნაირი წარმატებები აქვს. მე კიდე ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი რა იყო, იცი, ტიროსი რო დაამარცხა და მოსპო. ტიროსი იყო კონკურენტი ბერძნების ვაჭრობაში, ფინიკიელები. ახლა ამად გაეხსნა. დომინირებენ სრულად ხვებზე. ათენიც გამდიდრების პირასა, კორინთოში საერთოდ ზეიმია, იმიტომ რომ ტიროსელები ფინიკიელები ჩამოაშორა კონკურენციაში. სპარტა რა, მეფე აგისის მერე უკვე ყურებ ჩამოყრილია, ბოლო გაელვება ქონდა ჩვენ სპარტაზე, ხო, დამორჩილებულია რა. ახლა კორინთოს კონგრესში არ შევიდა, მაგრამ ელჩები გაუგზავნეს ამერიკა. დაარგია ყურები რა. ამ ათენში აზრი დაკარგა როგორც მაკედონურმა პარტიამ, ისე ანტიმაკედონურმა პარტიამ, როცა აღარ არის საჩხუბარი, ორივე ჩაიძირა. ეს გავს გიგანტისა და ჯუჯების ურთიერთობა. იმხელა ძალა შექმნა, რომ ეს ჯუჯები არიან. ეს ბერძნული პოლისები, სად ალექსანდრეს სამეფო და სად ათენი და სპარტა თან თავის ყველაზე მძიმე და ცუდ მდგომარეობაში. ხო? ეს არ არის პერიკლეს ათენი. ხო? ეს არ არის აგესილაის სპარტა. ამიტომ არის მიდის, კარგად ცხოვრობენ, არაფერი არ აკლიათ, ვაჭრობა მიდის, ფინიკიელები კონკურენტები აღარ არიან, ეს რა პოლიტიკა აღარ არის. მაგრამ მოდის ბიჭო ორი ბრძანება ალექსანდრეს. ბრძანება პირველი ბერძნულ პოლისებს უგზავნის ბრძანებას. რომ მოდის ნიკანორ სტაგირელი მეფის კაცი ჩამოდეს აზიიდან. ეს არის ზუსტად იმ პერიოდს ემთხვევა, როცა იქ ოპისის ველზე გარჩევები. ამ დროს ჩამოდეს 324 წლის ზაფხულში ჩამოდეს ეს ნიკანორ სტაგირელი და მოაქვს ორი ბრძანება ბერძნების. პირველი ალექსანდრე გამოაცხადეთ ღმერთად. როდის მომითხოვია უკვე გეყოფათ. ღმერთია გამოაცხადეთ. ჯო ახლა როგორი ამბავი, ახლა ღმერთი ხო ვიცით ჩვენ, ეს რაზე არის მინიშნება, რომ ამონის ძეა და ზევსის ძეა, რა ეს უნდა აღიარო. ღმერთი არის ის, ვისაც მამა ან დედა ყავს ღმერთიან გაუმერთ. დადასტურებას მოითხოვს აზიიდან ალექსანდრე. ევროპიდან. აზიიდან მოითხოვს რომ ამათოს ბერძნებს რომ აღიარეთ ღმერთად რა. ჩემი დაძრები აშენეთ. იძიგოებო, გეყოფათ. ახლა მაინც ორი მთავარი ქალაქი ახლა როგორ რეაგირებენ რა. ყველა დაეთანხმა. ანუ არა მარტო უზენაეს მართველად, არამედ უზენაეს ღმერთად უნდა ღთაება. დაძრები უნდა ილოცოს, ხერხი უნდა შეწირო, პატიცემულო, ასე კი არ არის საქმე. და ამ ცოცხალ ცოცხალ ადამიანთან მიმართებაში არის ნოვაცია. არის ეს ისტორიული გამოცდილება. ნოვაცია ის ბერძნებს აქვთ რამე მსგავს. ანაქსარქერო ამბობდა რომ ძველი ისა თანამედროვე ღმერთები არიან სინამდვილეში ძველი ადამიანები, გმირები. ეს თეორია დრეალებს. ჰერაკლე ზევსის შვილია, გმირია, მაგრამ ღმერთია. ჰერაკლეს დაძრები შენდებოდა. მას შემდეგ რაც ჰერაკლე დაიღუპა. ბიჭო არ გახსოვს ტიროსში ომი რატო დაიწყო? მელკარტის ტაძარში შემიშვითო. რომ ხერხი შევწირო, იმიტომ რომ მელკარტს აიგივებდა ჰერაკლესთან. კი. ხო, მაგრამ ჰერაკლეს სიცოცხლეშივე ხوار გამოუცხადებიათ ის. ეგ არავინ არ იცის, არა. კი, მაგრამ ჰერაკლე იყო, არ იყო, როდის იყო, ეგ არავინ არ იცის. აგერ არის ცოცხალი ღმერთია, გაც შეხედე რეებშება. ღმერთები ამაზე მეც რასა თან არგუმენტი რა არის იქ ჩავიდა სადაც მანამდე დიოსკურევი და დიონისი არის ნამყოფი ისინი ღმერთები იყვნენ. ნუ პოლუქსი იყო ესა ღმერთი, კასტორი იყო ადამიანი, ხო მოვყევით ახლა ჩვენ. მაგრამ დიონისე კაცო ესე ჩავიდა და იმაზე მაგარია. ივან ერთი ქალაქიდან ის აკუფისე არის ხანდახან გიჟივით მეცინება რა ის აკუფისე რო გაასულა რომ ჩვენო დიონისეს. შევაბავლე. შუაირე.
ინდოეთში. ასე მგონია, აჩემებული მაქვს, რომ ეს არის აფერისტი რა. შეიძლება არ იყო აფერისტი. უმაღლესი ხარისხის. ნუ მაგარია. ჩვენ ახლა აფერისტების ეპოქაში ვცხოვრობთ. ჩვენ სამშობლოშიც და დედამიწაზეც, მაგრამ ამ ყოფისესთან ვერ მოვავერცეთ. ხო და ისე თუ გაისჯებიან მოვლენ. ყოფისესთან. ყოველ შემთხვევაში ამ გზაზე დგანან ზოგიერთები, ხო და ღმერთად აღიარეთ, ყველამ აღიარეთ, სპარტელებმაც კითხვეს, სპარტა გატეხილია უკვე რა. ოღონდ როგორ ამბობენ რა. რა ხან უნდა რომ იყოს ღმერთი, დაე იყოს ღმერთი. მაინც სპარტელის ნათქვამი. ყველა ქალაქმა აღიარა რომ ღმერთია, კი ბატონო და დაძრებს ავაშენებთ ამ კორინთოს კონგრესის და ქალაქები. ორმა გაჭედა, ათენმა გაჭედა და ეტოლიელებმა გაჭედეს. ვარო. აი ეს ღმერთია მაგიო. ათენში გამოვიდა პითეიოსი იყო ასეთი ახალგაზრდა პოლიტიკოსი, სახალხო კრებაზე გამოვიდა და თქვა რომ კანონიო გვიგზავნოსო ჩვენო რომ ეგო ღმერთად ვაღიაროთ სოლონის კანონია. კერძოდ რა სოლონის რეფორმებზე ხო ვილაპარაკეთ ჩვენ სოლონის კანონმდებლობით დაკრძალული იყო უცხო ღმერთი. უცხოელებს ღმერთი არ შეიძლება. ალექსანდრე უცხოა მაკედონელებს ასაქმე აქვს ჩვენთან. ხო ან მაინც უცხოთ მიეშა. აბარა ათენელები. რა ქვია მაკედონელებს კი არა დაანჩეგი გადა მეგარელებს არ თვლიდნენ თავის სწორად და ეგეთები საბერძნეთის ვაკელები ბუდიში მეგობრებო არა პირიქით არა საბუდიში რა ათენელებში ეტარე და რა გაქვს საბუდიში ხო შეიძლება ათენელი ბერძენი ვაკელი. ის მეორე ქალაქი ეტოლიელები ხარე იყო. ეტოლიელები ესენ მე აწიგველოდება ცენტრალური საბერძნეთის უკიდურესი დასავლეთ. ხო. თიანებ გიჟები არიან ეტოლიელები. აწი აი დიადოხოსებზე რო გადავართ ეტოლიელები და აქეელები დაწინაურდებიან. ეს სისხლს ეტოლია არის ბუდე ანტიმაკედონური. ბუდეა. თან მაგარი მეომრები არიან. მე შექმნიან ეტოლიის კავშირს, რომელიც აი სისხლს გაუშვებს მაკედონელებს. ასე ანუ ათენი და ეტოლია ეწინააღმდეგება ალექსანდრეს უპირობო ღმერთად გამოცხადებას. ამან კანონმდებლობით მოიყვანა, რომ არ შეიძლება. პითეიოს. გამოვიდა სახალხო კრებაზე ახალგაზრდა. არ შეიძლება, იმიტომ რომ სოლონის კანონები გვიგზავნოს, რომ უცხოელი ყავდეს, უცხო ღმერთი ყავდეს რა. იქ ხალხიდან მიაძახეს რომ შენო ძალიან ახალგაზრდა ხარო და ძალიან სერიოზულ თემებს რო ეხებიო დაწყნარდიო მანდო. ამან დააძახა ქვით რომ მე თუ ახალგაზრდა ვარ, ალექსანდრე ჩემზე უფრო ახალგაზრდა არის. რა საუბრები მედეს რა. ერთი სიტყვით გაიღვიძა ამ ღმერთობის თემამ გააღვიძა როგორც მაკედონური პარტია, ისე ანტიმაკედონური პარტია. ახლა დემოსთენემ სული მოითქვა. ხტები გაშალა. როგორც ამბობენ მეორე სუნთქვა, რომ მეორე დიხანია ჩაერთო. გაიხსნა მეორე სუნთქვა. მიზეზი გაუჩნდა. ხო. გამოვიდა, დაიწყო რა რას ქვია, რებს გვიბედავს ეს არის ღმერთი, ეს ერთი ამბავი არის რა. ფოთაშორის მე წინა იმაშიც ალექსანდრე ჯერ ფილიპე მერე ალექსანდრე ანტიმაკედონური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი იყო ლიკურგე, მაგრამ ეს სპარტელი ლიკურგე არა, ათენელი ლიკურგე. ლიკურგემ დაუჭირა მხარე ამ ინიციატივას, რომ არ შეიძლება. ერთი არ შეიძლება იყოს ალექსანდრე და ფოთაშორის რა თქვა ხო ეს სახალხო კრება. ისევ რანაირი ღმერთია იქნებაო ეგო. როცა მისი ტაძრიდან რო გამოვაო კაციო თავიდან განსაწმენდელი იქნება. რა ნათქვამია ხო? ანუ უწმინდურია მაგრამ. რანაირი ღმერთი იქნება მაგის ტაძრიდან რო კაცი გამოვისა თავიდან განსაწმენდელი რო იქნება. ერთ სიტყვით დიდი ამბავი ატეხილი ათენში. ანკი გამოაცხადოთ ისა ახლა რატო ხდება ესა კონგრესის
კორინთოს კონგრესის მიხედვით გახსოვთ თქვენ რომ საგარეო ურთიერთობები აუგზავნეს ფილიპემ და ალექსანდრემ ავტონომია აქვს შიგნით ვერ ჩაერევენ ვერ ჩაერაზაც უნდა იმას იზამ შიგნით მაგრამ მეორე ბრძანება არის კიდე მოსული აი ამ მთელი ამბების ფილიპედან მოყოლებული ალექსანდრე მანამდეც კიდე ბერძნები რომ დაძდევდნენ ერთმანეთს ხო მერე დარიუსის ჯარში აქცეული ბერძნები, გამოქცეული ბერძნები ვიღაცა იმ ქალაქიდან გამოაგდეს ტოლვილები და ემიგრანტები, პოლიტიკური ემიგრანტები. დაახლოებით 20,000 კაცია ასეთი, რომელიც დაბორიალობს ამ დედამიწაზე. ვიღაცა დარიუსის ერთგული იყო, ვიღაცა არ იყო ერთგული, ვიღაცა ის იყო, ესე უპატრონოები დავარქვათ ასე. 20,000 უპატრონო ბერძენი დაბორიალობს აღმადაღმა. ალექსანდრე ბრძანება ჩამოვიდა, ყველა ქალაქმა დააბრუნეთ ესენი. ამნისტირება და შემოუშვით ქალაქებში. ხო და გამოაცხადეს წინასწარ, ახლა ეს გავარდა ეს ინფორმაცია სპარსეთშიც, საბერძნეთშიც, ყველგან. სადაც სიცილიაში იყვნენ რაღაცები აქცეული, აი მეფე იძლევა ასეთ იმას, დაბრუნდით მშობლიურ ქალაქებში. ახლა ამას აქვს პრობლემა ამ განცხადებას და ბრძანებას. პირველი, ეს არის კორინთოს კონგრესის დადგენილების დარღვევა. საშინაო საქმეებში არა. ფილიპემ ხო შიგნით არ ჩავერევი, გარეთ მე ვარ. ალექსანდრემ რო გაიმეორა, საშინაო საქმეებში არ ვარ როგორც გინდათ ისე იცხოვრათ. მაგრამ ის გარეთ არა, შიგნით რაც გინდათ, კაცო. ეს ათენშიც და იმაში დაიწყო ეს ლაბარაკები და ერევა კონგრესის ხელშეკრულებას არ უღებს ალექსანდრე. ცალმხრივად გააუქმა ჩვენი ავტონომიები. ხო, თარა არ იცი, ყველა დაბრუნდეს გარდა მკვლელებისა, ხო, მკვლელობა თუ აქვს ჩადენილი ის ვერ. ესე იგი ეს არის ჩარევა შიგნით. მერე გარდა ამისა ეს პრობლემა არის, რომ ვიღაცა რო გააგდეს. ვიღაცა მისი ქონება დაიკანონა, ახლა ეს ერთეული კი არა ეს მასო მაგალითად ათენელებმა მანამდე სამდე ეს ამბები მოხდებოდა სამოსელები დაამარცხეს აჯანყების და გაასახლეს და იკლერუხები ჩასახლდნენ ათენელი კოლონისტები და მათი ქონება ახლა ამ ბრძანებით ამათ უნდა დაცალონ ეს სამოსი და გაქცეული სამოსელები უნდა დაბრუნდნენ ქონება უნდა დაუბრუნდეთ ამათ თან ამ ნიკანორ სტაგირელმა გამოაცხადა წინასწარ გაუშვეს ინფორმაცია რომ 324 წლის ზაფხულში იქნება ოლიმპიადა და ოლიმპიაში ჩავა და იქ გამოაცხადებს და მტოლვილებს მოუწოდა რომ ჩამოდით და იქ გამოგიცხადებთ ამას ოფიციალურად ანუ რიცხობრივი ზემოქმედება იმიტომ სხვა ბერძნებიც ხო იქნებიან იქ არა ახლა 20,000 მტოლვილი ახლა ყველა ვერ ჩავიდოდ მაგრამ მათი ნათესავები ამბები და ну ანუ გავლენაა რა თავყრილობაზე ოლიმპიადა რო გაიხსნება ეს უნდა გამოვიდეს ნიკანორ სტაგირელი და აცხადებს ნიკანორი არის ალექსანდრეს წარმომადგენელი აზიიდან მეფის კაცია გაიხსნა ეს ოლიმპიადა გამოვიდა ეს ნიკანორი და просто ტექსტი წაიკითხეს მის თვითონ არ ულაპარაკე გამოაცხადეს მეფე ალექსანდრე გესალმებათ დევნილებს რომლებიც თვითონ ალექსანდრეს არ გაუგდიხართ თქვენი სამშობლოდან. სხვადასხვა მიზეზებით არიან წასული. თავისი შეცდომები. და გიცხადებთ იმას, რომ თქვენ შეგიძლიათ დაბრუნდეთ თქვენს სახლებში. მაგრამ მეფე აცხადებს, რომ ის ქალაქები, რომლებიც ამ ბრძანებას არ დაექვემდებარებით, ანტიპატრეს აძლევს ბრძანებას, რომ ძალით დააბრუნოს ეს ხალხი. ანუ თუ არ დააბრუნებთ, ჯარით მოგადგებთ. ეს არის მუქარა. მუქარა არა, ეს არის გადაახიეს კორინთოს
დადგენილება გადაახიეს, საშინაო ჩარევა კი არა, ჯარი შემოვდივარო კაცი იძახის. ულტიმატუმია, მაგრამ ჯო ახლა პრობლემაც არის ეს 20.000 ესე ვინ არიან გიორგის ობიექტურად, ეს არის ძლიერი ხალხი, განათლებული ხალხი, ახლა პოლიტიკურ დევნილობაში რო კაცი არის, ვიღაცა პოლიტიკოსია, ვიღაცა ფილოსოფოსია, ვიღაცა მეომა, ეს არის აქტიური ხალხი. ეს არის ოქროს ბაჯაღლო, ოქროს ფონდია ბერძნების. ვერ მიხვდნენ ბერძნები. რას იკეთე მოაქვს ამას რა, ამ ხალხს თუ დააბრუნებ, შენ ენერგიას გაზრდის ხო? ემიგრანტებში და მათ ნათესავებში დიდი ზეიმი იყო, რა თქმა უნდა, მაგრამ ათენში განსაკუთრებით არ უნდათ ემიგრანტებს, საერთაშორისო მათი სტრატეგიული შეცდომა იყო ეს, ასეთი ძლიერი და ენერგიული ხალხის არ დაბრუნება, მათ ფასად დაუჯდებათ კიდევ, ვერ დაინახეს ესე, მაგრამ ყველაფერი ამას ერთად ხდება. ძალიან საინტერესო ამბავი ეგრეწოდებული ჰარპალეს კაზუსი ასე ეძახიან. ვინ არის ჰარპალე? ჰარპალე არის ალექსანდრე მაკედონელის მეგობარი ბავშვობის. ჰარპალოსი კიდე ასე ეძახიან, ჰარპალე. ბავშვი სიყრმის მეგობარია, ერთად იზრდებოდნენ, როგორც ჩანს მიეზაშიც სწავლობდა ალექსანდრესთან ერთად არისტოტელეს სკოლაში. მაგრამ ეს ჰარპალე გამოირჩეოდა, გარეგნულად იყო ძალიან ლამაზი ბიჭი იყო ბავშვობიდანვე, მაგრამ იყო სუსტი ფიზიკურად. სამხედრო საქმისთვის არ ვარგობდა კიდე. ალექსანდრეს განსაკუთრებით უყვარდა რატო? იმიტომ რომ როცა ფილიპესთან ჰქონდა დაპირისპირება მამამისთან ალექსანდრეს, ხო გახსოვთ ეს ადას ქორწინებასთან დაკავშირ კარის მეფის ქალიშვილთან და იქ რო აირია ურთიერთობები. მაშინ ამ დავარქვათ ასე ამ მამაშვილ რომში დიდი როლი ითამაშეს შერიგებაშიც ალექსანდრეს ინტერესების, როცა გაიქცა ჯერ ალექსანდრე ჯერ მოლოსებთან და მე ილირიელებთან იმალებოდა. დიდი როლი ითამაშეს ნიარქოსმა, აი ეს ფლოტის მეთაური ვინც. ნიარქოსმა მაშინ ახალგაზრდები იყვნენ. ნიარქოსმა პტოლემემ და ჰარპალე. დიდი სამსახური გაუწია ალექსანდრეს ჯერ დაბრუნებაში და სხვათაშორის ტახტზე ასვლაშიც. ალექსანდრე სხვათაშორის თავის მეგობრები დაუდგნენ ძალიან. მაშინ ერთ-ერთი აქტიური ტიპი იყო ეს ჰარპალე, მაგრამ ეს არის ზნედაცემული ადამიანი. ჰარპალე? ესე იგი, ამაზე გათახსირებული ადამიანი იშვიათად ისტორიაში. მაგრამ მეფის მეგობრობით ბოროტად სარგებლობს, ახლა ალექსანდრეს უყვარდა ძალიან ეს ჰარპალე, ბევრ ადამიანს პატიობდა, მაგრამ მე როცა ლაშქრობაში წამოვიდა აზიაში ალექსანდრე, ეს იმდენად ფიზიკურად სუსტი იყო და გამოუსადეგარი სამხედრო საქმისთვის, რომ მაკედონიაში ანტიპატრეს დაუტოვა როგორც მთავარი ხაზინადარი, ხაზინა მაკედონიის ხაზინა ჩააბარა ჰარპალეს, რა თვითონ წამოვიდა აზიაში ალექსანდრე. როგორც კი აზიაში გადმოვიდა ამ ჰარპალემ აურია რა. აიწვა ხაზინის ძარცვა. ეს ანტიპატრეც ატყობინებდა ალექსანდრეს, რომ ცუდად იქცევა შენ მეგობარი რა ალექსანდრე რა. მაგრამ მას იმდენად ჰქონდა ეს სენტიმენტები ჰარპალეს მიმართ, რომ ზომებს არ იღებდა, ეგონა რომ ვიღაცა რაღაცას აბრალებს და ამაშვება და იმაშვება. მაგრამ ეს ჰარპალე საერთოდ ჭუიდან შეცდა და ხაზინის ნაწილი გაძარცვა. და გაიქცა მაკედონიიდან, პელადან. აიქცა საბერძნე მეგარაში, ახლა ისევ ვიმეორებ ავტონომია გულისხმობდა, რომ ქალაქის შიგნით ვერ ჩაერევი. მეგარაში დასახლდა, ფული მოიპარა იქ. ესე იგი აბსოლუტურად ზნედაცემული ის არის, რა ქვია, კაცი, გარყვნილება და დროსტარება და ჭამასმა და ესა და ვერ კიდევს ეს ანტიპატრე ხელს, იმიტომ მეფის ბრძანება ასაჭირო. ალექსანდრე ჯერ ლაშქრობს და მე კიდე სამდე ამბები ჩადის, ჩამოდის, მაგრამ მე ისოსის ბრძოლის დროს, როცა აქ არის ალექსანდრე, ხა იმდენად გახმაურდა უკვე
პიესებს წერდნენ ამაზე, სკანდალისტი იყო და რაღაცეები და შარებში ეხმებოდა, გარყვნილებდა და იმდენად სულ რეაგირება საჭირო. რომ ისოსიდან მოიწერა წერილი, რომ ჩამოდიო აქ. ამوارიდა. დაიბარა. თეო პომპეი იყო ასეთი ისტორიკოს ბერძენი, მისი აფერი არ შემოგჩა, მაგრამ ვიცით რომ იყო, რომ იმდენად სკანდალური იყო, რომ იმ თეო პომპემ მიწერა ალექსანდრეს, რომ რაღაცა უქენია ამ შენ მეგობარს რაღაც, რომ არ არის საშველი რა. მიწერა იქიდან, რომ ჩამოდიო ჩემთან. გამოარიდა მაკედონიას და საბერძნეთს. თავის ბანაკში ყავს რა იქ. მაგრამ მე რო ჩავიდა ეს ყველაფერი გაიარა, გახსოვს თეკლადანაში რომ მოუარეს თავის იმდიდრეებს და პარმენიონი და ამბები და ბიჭო კიდე ეს ხაზინა ჩააბარა ესე პერსეპოლისის, სუზას, ბაბილონის და ეკბატანას და სირიის და ეგვიპტის მთელი ეს იმდიდრეები რაც იყო, ამას ჩააბარა. თვითონ ალექსანდრე დააწვა აღმოსავლეთში წავიდა. ეს ფეხი არ ქონდა გადმული, გაიგიჟა მან ისე თავი. გარყვნილება, დროსტარები ბაბილონში, მაშინ ამას დადის, დაძრწეს და იპარავს ამ ფულს ხარჯავს რა, მეფის. ესე იგი ისეთი დორის გარყვნილი იყო, რომ ათენიდან გამოიძახა ცნობილი ჰეტერა ქალი, ახლა ჰეტერა ჩვენ მოვუყევით ეს არის გეიშა რა, ნუ ამ სუბუქი ყოფაქცევის ქალს ვერ დაარქვა, ხა ნუ ამ მიმართულებით მუშაობს, მაგრამ არ კურტიზანი ხარ. კურტიზანზე მეტი რა, განათლებული, ფილოსოფია მოსაუბრ, მარტო ლამაზი არა. პითონიკა ერქვა. პითონიკა? პითონიკა გამოიძახა. ეს იყო გათახსირებული ქალი. პითონიკა სახელი ერქვა. პითონიკა. რაჯულად ჟღერს. ნიკას ბოლოსი კი არა, პითონი თავი პირველი ნაწილი. ცოტა შემაშინდა. გიორგიკა კი არა, გიორგუნარ. ხო, პითონიკა ჩამოიყვანა. ხო, და ისე აიწყვიტა, რომ ამ ქალს ნუ რაღაცა აფეთიშებს და ათენში ძეგლი დაუდგა თავის ფულით და ბაბილონში პითონიკას. რომ გარყვნილი ღრეობა ნადიმები ისენის, მე ეს პითონიკა მოუკვდა რა. მეორე გამოიძახა გლიკერია, ის გათახსირებული. ქალი. პითონიკასგან ქალიშვილი ყავდა. სასახლე აჩუქა ტარსოსშია იქ. ტარსოსში. იყო სირიული ქალაქი როსოსი, იქ ტაძარი აუშენა. გლიკერიას. ვიჯო ახლა მეფესთან ჩავდის, ახლა ამბობ რომ არ ჩერდება შენ ძმაკაცი რა. გააჩერე, გაძარცვა, წაიღო, წამოიღო, ხარჯავს, ამაშვება, იმა. თარე ამშვება, იცი? კაი ტიპობს რა, იქ ათენში პურს აგზავნეს უფასოს მაგალითად, ათენელებთან გაიურთიერთობა მოდა. ხო და იმდენი პური გაუგზავნა ერთხელ, რომ საპატიო მოქალაქეობა მიცეს. პასპორტი ჩაიდო ათენის ჯიბეში. ყველაზე პრესტიჟული. ეს თანამედროვე გაგებით პასპორტს, მოქალაქე გახდა რა. ხო, ჩავიდა ესა მეფესთან ამბები, რომ არ ჩერდება ესა და გამოუშვა ბრძანება იბარებს აღმოსავლეთში მეფე, რომ აი, ნუ ჩამოეთრიერთი აქ რა. როგორც კი ეს ამბავი გაიგო, ამან გაიტაცა 5000 ტალანტი. ეს გლიკერია გაიყოლა. იმ პითონიკასგან ქალიშვილი რო ყავდა, ისიც გაიყოლა. ეს ბერძნები ხო დაბორიალობდნენ მოქირავნებად. 6000 ბერძენი დაიქირავა ჯარით და მიადგა ჰელესპომ. იმას ეგეოსის ყავს, ანუ აქედან აიქცა აქეთ. საბერძნეთში უნდა ათენში უნდა წავიდეს. იმიტომ ის იბარებს უკვე. და აშკარად ეტყობა, რომ ალექსანდრე აღარაა გაიხასიათზე რა, მის შესახებ. ამ ეგეოსის ზღვაზე სანაპიროზე რო გავიდა 30 სამხედრო გემი, 30 გემი დაიქირავა, ჩაასხა ეს თავისი 6000 კაცი, თავისი საყვარელი, თავისი ქალიშვილი, 5000 ტალანტი დატვირთა, დააწვა წავიდა ათენში. ათენში უნდა იცხოვროს.
თან მოქალაქეა. მოქალაქე რას ნიშნავს, რომ მეფე ვერ დასჯის. ავტონომია აქვს, ხო? კორინთოს კონგრესის მიხედვით, ხო? ათენში უნდა და ამდენი ფული აქვს, ფანტასტიკური სახელმწიფოებს არ ქონდათ. გეუბნებით, რომ ომი რო დაიწყო ალექსანდრემ 60 ტალანტი იყო მაკედონიის ბიუჯეტი. და 5000 ტალანტი ამან მოიპარა მარტო. ტალანტი დააწოცა. ჩვენ აშკარად ვერ კიდემენ ხელს, იმიტომ რომ მეფის ისა რა ვის უნდა ხე შარი ისა რაღაც ეს აზიური ის უკვე შემოეპარა. ავიდა ათენში უნდა ათენელები უნდა არა და ის გამოვიდა ეს დემოსთენა არა მაგის შემოშება არ შეიძლება ვაქო მაგრამ მე რო გაიგო რომ თურმე მეფე იბარებს ის დემოსთენე ხო სადაც ანტი ალექსანდრე იყო ყველგანი მე თქო რომ პირიქით შემოუშვათ რაღაცა ალექსანდრე იბარებს და არ მოწონს აგერ ფული აქვს და ქალაქ შემოვიყვანოთ მიცეთ უფლება თან ამან ქრთამი გადაიხადა ბევრი რო შეეშვათ ხოლმე შევითა და უფასეს პური და ამბები და უფასო პური ეს უფასო პური არის არ ვიცი რა უფასო საჩუქრები პოლიტიკაში ძალიან ფიგურირებს და ჩვენს თანამედროვეობაშიც რა დემოსთენა მამა და დაუმეგობრდა დემოსთენეს დემოსთენე შარზეა რახან ალექსანდრეს გამოექცა ესე იგი ჩვენ გაცია და უთხრა რომ ეგ შენი ოქონება აგერ აკროპოლისში შევინახოთ აკროპოლისში ინახავდნენ ფულს საერთოდ რამდენი გაქვს ფული უთხრა დემოსთენა 700 ტალანტი მაქვს დანჩენსად გააქვრო არ ვიცი ან გადამალა რაღაცა 700 ტალანტი მაქვს ხო და მოიტანეო და მე სახალხო კრებას გავიტან იმას ვიქო დაცული იყოს ანუ აკროპოლისი არის ბანკი რა შვეიცარიული ბანკი იქ ვერან ხელს ვერ მოკიდებს მე ამა მოიტანა 350 ნახევარ მოიტანა რა ნუ აფერისტი არის რა იქ ბევრი ამბები ახლა არ გავაგრძელოთ დემოსთენამ პირობა უთხრა მე მაგ ფულსო შეგანახიებო ათეშიო პრობლემები არ გექნება უგუნთ ერთი პირობით არეოპაქსო მიეციო სიო ვინც მოგრთამეოს ათეში გახსოვთ თქვენ როცა პერიკლემ ჩამოართვა არეოპაქსს უფლებები არეოპაქსს დაუტოვეს სასამართლო სისხლის სამართალი და საგარეო ამბები რა იმის გამოძიება არეოპაქსს ოღონდ ერთი პირობითო იქნები აქო ოღონდ სია მიეციო არეოპაქსს უხუცესთა საბჭოს ვინ აკავს მოსყიდული ათენში კორუფციული მიმართულებით გამოძიება რო აძანა აჰა ათენში რახან ეს ამან მხარის დაჭერა დაიწყო დემოსთენე ეჭვები გაჩნდა რომ ამან დემოსთენეც გამაზა რა ამან რატო იგლავს თავს დავიდან ითხოვდა რომ არ შემოუშვათ აფერისტია გატახსირებულია და ახლა აგერს მაგაცობს და ლობირებს ხო ისე არაფერი არ იცვლება თუ ატყობ რა ეს ყველაფერი ასე ხდება დასახლდა ეს ათენში დემოსთენეს პოლიტიკური მხარდაჭერა აქვს ანტიმაკედონური პარტია მხარს უჭერს დანარჩენებს არ იკლავენ თავს იმიტომ გამაზული ყავს სხვა მაგრამ ჩამოდის ფილოქსენე ახალი ხაზინადარი იმიდან მეფისგან მოაქვს ბრძანება რომ ჩაგვაბარეთო ეგო ჰარპალეო თორე სამეფო ფლოტი მოდისო ათენში და ანტიპატრიო ჯარს აგზავნის. ან გადმოგვეცით ან არა და ავიღებთ ათენს. სამხედრო მუქარა. აშკარად გაბრაზებული ალექსანდრე უკვე რა. ახლა არ მოეწონებოდა იქ გაიგებდა ხო და დემოსთენოსთან ძმაკაცობს, ჩემს წინააღმდეგ რაღაცებს და ამარო ეს ფული დახარჯოს. ხო? ხიფათია. აქეთ არის, იქეთ არის რაღაცები გაიქცა ეს ათენიდან. საიდუმლოდ. გაიტაცა თავისი ქონება, წავიდა და გაიქცა კუნძულ კრეტაზე. ახლა კრეტა საერთოდ გასაქცევად ყველას გაიქვეყანა. იზოლირებული იყო, არაფერში არ მონაწილეობდა, არც კორინთოს კონგრესში, არც მაშინ პელოპონესის ომებში, არც ლაშქრობებში, ერთადერთი რაშიც მონაწილეობდნენ, იყვნენ კარგი მშვილდოსნები და მოქირავნეებად დადიოდნენ. მოქირავნეებზე დიდი მოთხოვნილებები იყო.
ამ კრეტაზე რო გაიქცა რაც ხდება ხოლმე გიორგი ყოველთვის მისმა მეგობარმა თიბრონმა მოკლა ეს ხარბალი გათახსირებული კაცი მოკლა გათახსირებულმა კაცმა აი მან მიითვისა ეს ქონდა ვერ იმასაც წაართვეს როგორც უზომდნენ მაგრამ საინტერესო ამბავი მოხდა ატო ქვია ხარბალეს კაზუს კუნძულ უფროსო კუნძულ როდოსზე მერე მოგვიანებით დაიჭირეს ამისი ყოფილი მონა ხარბალეს მონა რომელსაც აღმოაჩნდა თამასუქები ამ ხარბალეს და სია ვინ ყავდა გამაზული გამაზული ხო მოხსამული ხო სალიტერატურო ამ ცუცხვარო გასაგებია ცლაც სალიტერატურო არ არის მაგრამ მოხსამული აი კითხეს ისე ყველა საინტერესებო დემოსთენე ეწერა იქ თუ არ ეწერა დემოსთენე ამის მერე გარჩევები ახანესია გასკდა ათენში წავიდა ხან გრძლები სასამართლო პროცესი 6 თვე გაგრძელდა იქ ახლა ეს ანტიმაკედონელები მაკედონელები ვისაც არ ეზარებოდა ერთმანეთს დაერია არა შენიღებდი არა შენ არ აგიღია და ისე წავიდა საქმე რომ დემოსთენეს დააბრალეს რომ კი სიაში არ ახმა 20 ტალანტი გაქვს შენ მისგან ავებული გთან აქეთური იქეთური და არეოპაგზე გაამტყუნეს ეს დემოსთენე და მოთხოვეს რომ 5 მაგი გადაიხადა 5 მაგი 100 ტალანტი 100 ტალანტი გამორიცხულია ახლა ვინმე კერძო პირს გადაეხადა დემოსთენე ხვიც სასამართლოზე რა თქვა რომ ბიჭო ან მომიხსენითო ეს მე ამას ვერ გადავიხდი მაგრამ ჯობია მომკლათ ვერ გადავიხდი უსაბოლოო ჯამში დილექში ჩააგდეს დემოსთენე თუმცა მალევე გაიქცა დილეგიდან გაიპარა დემოსთენე და ჯერ კუნძულ ეგინაზე იმალეოდა მე ტრეზენში გაიქცა მაგრამ ათენში მისი მოღვაწეობა პოლიტიკური დამთავრდა მე ცოტა ხანი მობრუნდება ალექსანდრეს სიკვდილის მერე ლამიას ომი დაიწყება და იქ ბოლო გაელვება იქნება დემოსთენეს ახლა არ მინდა მისი ფინალი როგორი არის მე დინამიკაში რო შემოვიდა ხო საბოლოო ჯამში კაი ეს ჰარპალეს კაზუსი გაირკვა და ალექსანდრემ დაიბრუნა ის ქონება რაც ეულა ხო რასიზმდა მეფეს ვინ გაუბედავდა მაგრამ რა უყონა ხა ამ ემიგრანტების მიღება არ უნდათ ამ ათენელებს რა ასრულებ უკვე რა ალექსანდრეს ახალხო კრებაზე მიიღეს დადგენილება და ალექსანდრეს აზიაში გაუგზავნეს თხოვნა რომ გვაპატიე ყველაფერი და ეს ემიგრანტები არ შემოგვაშვებიო რა ქალაქში ეს იყო დიდი სიბრმავე და დიდი სიყრუე ათენელების რომ ასეთი აქტიური ხალხი ამ 20,000 და რამდენიმე ათასი ათენელი აი ესე მარტო იმიგრანტები კი იყვნენ მაწანწალები კი არ იყვნენ ყველა ბევრი მდიდარი ხალხი იყო გიორგი ბევრი საშუალებები ჰქონდა ბევრი ასეთი იყო არ შემოუშვეს და გაუგზავნეს ალექსანდრეს ეს თხოვნა მაგრამ ალექსანდრეს ვეღარ ჩაუსრვა ამ თხოვნამ და მოდით ძვირფასო მეგობრებო ამაზე დავასრულოთ ახლა ეს ამბავი ჩვენი მოგზაურობა და აი შემდეგი ჩვენი მოგზაურობა იქნება აპოთეოზი დასასრული ფინალი ფიზიკური ფინალი ალექსანდრეს შემდეგ ჩვენი ლექცია იქნება და იქ გვექნება ძალიან საინტერესოდ როგორ მოხდება ესა ბევრი ჭორებია როგორ მოკვდა რითი მოკვდა რანაირად მოკვდა ეს დღემდე არ არის გარკვეული მაგრამ ამაზე გვექნება უკვე საუბარი ჩვენი შემდეგი მოგზაურობა იქნება დასასრული ალექსანდრე მაკედონელი დიდის მოღვაწეობაზე და მიეძღვნება მის გარდაცვალებას სიკვდილს. მადლობა გუბას. მადლობ თქვენ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღევანდელი ჩვენი საუბარი ლექცია ორი მთავარი კომპონენტისგან შედგებოდა, ჯერ
თავისთავად ალექსანდრის დამოკიდებულებების გარკვევა მის მაკედონურ ბერძნულ მიმართებაში. ბეჭედი დაარტყა სოფლიოს სინთეზს. შეარიგა როგორც იქ. მეორე საინტერესო იყო მიმოვიხილეთ ვითარება, რომელიც ამის პარალელურად საბერძნეთში, ბერძნულ ქალაქ სახელმწიფოებში ვითარდებოდა და არა მარტო მაკედონიაშიც. ჯუჯები გიგანტის წინაშე და გიგანტის დასასრულზე იქნება ჩვენი მომდევნო შეიძლება ითქვას ალექსანდრეს ეპოქის აღმწერელი, მის სიცოცხლის ეპოქის აღმწერელი, საკმაოდ ვრცელი მონაკვეთი და ყველა ინტერესით ველით. მაგრამ გონია რომ ცუდი არ იყო. მადლობა გუბასანიკიძეს, მადლობა თქვენ მეგობრებო, დასასრულს კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ არხის გამოიწეროთ და მოიწონოთ მათ შორის ეს კონკრეტული გადაცემა, გაუზიაროთ თქვენს ახლობლებს და მეგობრებო, ჩვენ პარალელურად ვცდილობთ, რომ მოკლე საინტერესო ეპიზოდებად დავჭრათ თავად ეს ვრცელი ლექციებიც და ამხრევაც ძალიან ხელმისაწვდომი გავხადოთ იმ ადამიანებისათვის, რომელთაც შეიძლება არ აქვთ ხოლმე დიდი დრო, დიდი გადაცემების ნახვისთვის, თუმცა როგორც წესი ის, ვინც ამ ეგრეთ წოდებულ შორტებს, ანუ მოკლე მონაკვეთებს უცხერს და უყურებს ხოლმე, როგორც წესი მისი мотиваცია სრული გადაცემების ნახვის აუცილებლად იზრდება. მადლობა, რომ ჩვენთან ერთად იყავით, შევხვდებით ერთმანეთს მომავალ კვირას ნახვამდის. გადაცემის პარტნიორია კოკა-კოლა.